წარმოიდგინეთ, რომ სამყაროს მთელი ისტორია, ყველა ის 14 მილიარდი წელი, რაც დიდი აფეთქებიდან გავიდა, შეკუმშულია ერთ წელში. ახლავე ამ წამში, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, თქვენ სამყაროს უკანასკნელ მილიწამებში ცხოვრობთ. თუ კოსმოსური კალენდარი 1 იანვარს დილის 0 საათზე დიდი აფეთქებით დაიწყო, მთელი ადამიანური ისტორია, ყველა იმპერია, ყველა რევოლუცია, ყველა გენიოსი და ყველა საომარი ერთმევა 21 დეკემბრის ბოლო 10 წამში მოთავსდება. მოსესის 10 მცნება გამოჩნდა 1 წამის წინ. ქრისტე ვიფლეემში დაიბადა წამზე ნაკლები ხნის წინ. თქვენი ბებია და ბაბუა დაიბადნენ მილიწამში. და თქვენ ახლა ამ წუთში ცხოვრობთ ამ კოსმოსური წლის უკანასკნელ წამწამში, იმ წერტილში, სადაც სამყარო საკორო საკუთარ თავს არიკვამს. რატომ უნდა იყოს ეს მნიშვნელოვანი? რადგან ეს ხედვა გვიჩვენებს რაღაც რადიკალურად უჩვეულოს თქვენს არსებობის შესახებ. მოდით დავიწყოთ თავიდან, იმ წამიდან, როცა ყველაფერი დაიწყო. კოსმოსურ კალენდარში ახალი წლის დღე 1 იანვარი 0 საათი 0 წუთი 0 წამი 14 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ. არაფერი არ არსებობდა. არა სივრცე, არა დრო, არა მატერია, არა ენერგია. შემდეგ უსასრულოდ პატარა წერტილიდან, რომელიც ტრილიონჯერ უფრო პატარა იყო ვიდრე ატომი, ვიდრე ატომი, ყველაფერი რაც არსებობს, აფეთქებით გაჩნდა. პირველ მილიარდ წამში სამყარო იყო უფრო ცხელი ვიდრე რომელიმე ვარსკვლავის ბირთვი და ყველაფერი რაც ახლა ხედავთ, ენერგიის უსაზღვრო ზღვაში გაიხსნა. თქვენს ხელში, რომელიც ახლა ეს მოთხოვილობა უჭირავს, არის ატომები, რომლებიც შეიქმნა კოსმოსური კალენდრის იანვრის თვეში. წყალბადის ბირთვები, ჰელიუმი, პირველი მსუბუქი ელემენტები. ისინი გაჩნდნენ პირველ 3 წუთში. მაგრამ პირველი რამდენიმე დღე და კვირა სამყარო იყო შავი ოკეანე. არა ვარსკვლავები, არა პლანეტები, მხოლოდ ენერგიისა და ელემენტარული ნაწილაკების ღრუბელი, რომელიც თითქმის ერთგვაროვნად იყო გავრცელებული უსასრულოდ განფენილ სივრცეში. წარმოიდგინეთ ეს. კოსმოსური წლის თითქმის 3 კვირის განმავლობაში სამყარო იყო სრულიად ბნელი. გაივრცელებოდა, გრილდებოდა და ელოდა. შემდეგ 50 იანვარს რაღაც მოხდა. გრავიტაციამ დაიწყო თავისი მუშაობა. აირის ღრუბლები, რომლებიც სამყაროში ცურავდნენ, დაიწყეს შეკუმშვა. ის ადგილები, სადაც მატერია ცოტათი მეტი იყო, იზიდავდა მეტ მატერიას. ეს უმნიშვნელო განსხვავებები სიმკვრივეში, რომლებიც კვანტური რტევებიდან იყო მიღებული დიდი აფეთქების დროს, გახდა თესლი ყველაფრისთვის, რაც მოგვიანებით წარმოიქმნა. პირველი ვარსკვლავები აინთნენ თებერვალში, კოსმოსური კალენდრის 1 თვეზე მეტის შემდეგ. ეს იყო გიგანტური, ლურჯი, ცხელი ვარსკვლავები, რომლებიც რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ აფეთქდნენ სუპერნოვებად. და სწორედ ამ აფეთქებებში შეიქმნა ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია თქვენი არსებობისთვის. თქვენი სხეული შედგება ელემენტებისგან, რომლებიც არ არსებობდა დიდ აფეთქებაში. ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი, ფოსფორი. ყველა ეს ატომი შეიქმნა ვარსკვლავების ბირთვებში ან მათი სიკვდილის დროს. როდესაც ასტრონომები ამბობენ, რომ ჩვენ ყველანი ვარსკვლავური ნივთიერებისგან ვართ შექმნილები, ეს არ არის პოეზია, ეს არის ზუსტი ბიოქიმია. თქვენ სისხლში რკინის ატომები დაიბადა ვარსკვლავის აფეთქებაში, რომელიც მოხდა კოსმოსური კალენდრის მარტში. თქვენს ძვლებში კალციუმი მოვიდა სხვა სუპერნოვიდან მაისში. თქვენ არაუბრალოდ ცხოვრობთ სამყაროში, თქვენ ხოში, თქვენ ხართ სამყარო, რომელიც მორგებული ადამიანის ფორმად. მაგრამ იმ დროს, მარტში და აპრილში, გალაქტიკები მხოლოდ იწყებდნენ ჩამოყალიბებას. მილიარდობით ვარსკვლავი შეიკრიბა ერთად გრავიტაციის ქვეშ და მათ შორის ყველაზე დიდებს შავი ხვრელები გაუჩნდათ ცენტრში. ქუაზარები, რომლებიც მთელ გალაქტიკებზე ნათლები იყო, აინთნენ როგორც ახალგაზრდა სამყაროს შუქურები. ეს იყო რა თქმა უნდა ქაოტური პერიოდი. გალაქტიკები ერთმანეთს შეეჯახნენ, შეერწყნენ, იყოფოდნენ. მაგრამ სივრცის უსაზღვრო ზომა ნიშნავდა, რომ არსებობდა უთვალავი ადგილები, სადაც ამ უზარმაზარ სტრუქტურებს შეეძლოთ განვითარება. წარმოიდგინეთ, რომ იმ დროს თუ გაეღვიძათ როგორც გონიერი არსება, რომელსაც შეეძლო მთელი სამყაროს დანახვა, თქვენ იხილავდით ფეიერვერკებს, გალაქტიკების დაბადებას და სიკვდილს ყველა მიმართულებით, ჰორიზონტის გაღმა უსასრულოდ გრძელდებოდა. ჩვენი მზის სისტემის ისტორია მოდის გვიან, ძალიან გვიან კოსმოსურ კალენდარში. ჩვენი მზე დაიბადა მხოლოდ 9 სექტემბერს, კოსმოსური წლის მე-13 ნაწილის შემდეგ. თუ ეს უცნაურად გეჩვენებათ, მიზეზი მარტივია. პირველმა თაობამ ვარსკვლავებმა უნდა ცხოვრონ, აფეთქდნენ და გაავრცელონ მძიმე ელემენტები სამყაროში, სანამ ვარსკვლავების მსგავსი ჩვენი მზე შეძლებდა ჩამოყალიბებას. ის გიგანტური მოლეკულური ღრუბელი, საიდანაც მზე შეიქმნა, შეიცავდა ათობით სხვადასხვა ელემენტს, წყალბადს, ჰელიუმს, მაგრამ ასევე სილიციუმს, რკინას, ჟანგბადს, ყველა მათგანი მოწოდებული წინა თაობის ვარსკვლავებიდან. როდესაც ეს ღრუბელი დაიწყო შეკუმშვა, ცენტრში ჩამოყალიბდა ჩვენი მზე,
მაგრამ ირგვლივ დარჩენილმა მატერიამ შექმნა პლანეტები. დედამიწა დაიბადა 2 კვირის შემდეგ. ჩვენს კოსმოსურ კალენდარში ეს მოხდა 14 სექტემბერს. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი პლანეტა იყო ნაღვენთი ქვების ზომის ხეტიალი, რომელიც იზიდავდა ერთმანეთს გრავიტაციით. ეს იყო ძალადობრივი დრო. მეტეორიტები და ასტეროიდები დაეცემოდა უსასრულოდ. ერთი შეჯახება იყო იმდენად გიგანტური, რომ სხვა პლანეტის ზომის სხეული დაარტყა ახალდაზრდა დედამიწას და შექმნა მთვარე, რომელიც თქვენ ყოველღამე ხედავთ. წარმოიდგინეთ ის სცენა. ნაცრისფერი უფსკრული პლანეტა, რომლის ზედაპირი იმდენად ცხელია, რომ ქვები თხევად იქცევა, გარს ეხვევა მუდმივი ტეფრისა და მტვრის ღრუბელი. არც ოკეანეები, არც ატმოსფერო, არც სიცოცხლე. მხოლოდ მოლტენური რკინა და სილიკატები, რომლებიც თანდათანობით გრილდება. მაგრამ პლანეტა არასოდეს არის სტატიკური. ასტრონომები თანამედროვე კვლევები ჩატარებულია 2021 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში აჩვენებს, რომ დედამიწა მიიღო წყალი კომეტებისა და ასტეროიდებისგან, რომლებიც ჩამოვიდა გარემზის სისტემიდან. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ სვამთ წყალს, რომელიც ოდესღაც იცურებდა კოსმოსური სივრცის ცივ უფსკრულებში, 10,000-ობით წელი, სანამ დედამიწის ზედაპირის შეეხო. 21 სექტემბერს კოსმოსურ კალენდარში, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, პირველი წყლის ოკლის ოკეანეები გაჩნდა. და სადღაც ამ ოკეანეების სიღრმეებში შესაძლოა ჰიდროთერმული უფსკრულების მახლობლად, შესაძლოა ზედაპირის ცხელ ლიმნებში მოხდა რაღაც აბსოლუტურად შეუძლებელი. სიცოცხლე დაიბადა 25 სექტემბერს. არავინ იცის ზუსტად როგორ, არავინ იცის ზუსტად სად, მაგრამ რაღაცნაირად ქიმიური რეაქციების რთულმა ქსელმა დაიწყო თვითდაკოპირება. პირველი მოლეკულები, რომლებსაც შეეძლოთ საკუთარი კოპიების შექმნა, არ იყვნენ ისეთები როგორც დნმ. ისინი იყვნენ უფრო მარტივი, უფრო ქაოტური, უფრო მტყუარი, მაგრამ ისინი ჰქონდათ ერთი უნიკალური თვისება: შეეძლოთ გამრავლება. და მცირე განსხვავებით ებით თითოეულ კოპირებაში დაიწყო ის პროცესი, რასაც ბიოლოგები უწოდებენ ბუნებრივ შერჩევას. ის მოლეკულები, რომლებიც უკეთესად აკოპირებდნენ საკუთარ თავს, გავრცელდნენ მეტად. ის მოლეკულები, რომლებიც უარესად აკოპირებდნენ, გაქრნენ. მილიონობით წლის განმავლობაში ეს მარტივი პროცესი გახდა უფრო რთული, მაგრამ გაითვალისწინეთ ამის უზარმაზარი მასშტაბი. პირველმა სიცოცხლემ მთელი ოქტომბრის, მთელი ნოემბრის და მთელი დეკემბრის პირველი ნახევარი დასჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ გადასუნიყო ერთუჯრედიანი ორგანიზმებიდან მრავალუჯრედიან არსებებზე. პირველი ცხელი მილიარდი წელი. ეს არის სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე ჩვენს კალენდარში, სიცოცხლე იყო მხოლოდ მიკრობები, ბაქტერიები, არქეები, მარტივი წყლის მცურავები. მაგრამ ამ მიკროორგანიზმებმა აკეთეს რაღაც რადიკალურად რევოლუციური. მათ შეცვალეს მთელი პლანეტის ატმოსფერო. პირველი ფოტოსინთეზური ბაქტერიები, რომლებიც წარმოიქმნა 3 მილიარდი წლის წინ, 7 ნოემბერს კოსმოსურ კალენდარში, დაიწყეს ჰაერში ჟანგბადის გამოყოფა. აი სადაც ხდება საინტერესო. ჟანგბადი იყო შხამი თითქმის ყველა არსებული ორგანიზმისთვის იმ დროს. წარმოიდგინეთ ეს. პირველი მილიარდ ნახევარი წლის განმავლობაში სიცოცხლე ვითარდებოდა სამყაროში, სადაც ჟანგბადი არ არსებობდა. შემდეგ უცებ ბაქტერიების ახალმა ფორმამ დაიწყო ამ რეაქტიული გაზის წარმოება. უმეტესობა მიკროორგანიზმებისა მოკვდა. ეს იყო პირველი გლობალური გადაშენება. მაგრამ რაღაც ორგანიზმები ადაპტირდნენ და ის ორგანიზმები, რომლებმაც ისწავლეს ჟანგბადის გამოყენება ენერგიისთვის, მიიღეს უზარმაზარი უპირატესობა. მათ შეეძლოთ 10-ჯერ მეტი ენერგიის მოპოვება იმავე საკვებიდან. ეს იყო თითქოს ბიოლოგიური ფუძის მოპოვება. და აქედან რთული სიცოცხლე გახდა შესაძლებელი. პირველი ცხოველები, მსუბუქი რბილი სხეულების მქონე მცურავები ოკეანის ფსკერზე გამოჩნდნენ მხოლოდ 15 დეკემბერს. ეს იყო დაახლოებით 600 მილიონი წლის წინ რეალურ დროში. წარმოიდგინეთ, ყველა ცხოველი, რომელიც ოდესმე არსებობდა, დინოზავრები, ვეშაპები, სპილოები, თქვენ, ყველა მათგანი გაჩნდა კოსმოსური წლის ბოლო 2 კვირაში. ამ დრომდე 4930 დღის განმავლობაში სიცოცხლე იყო ბაქტერიები, წყალმცენარეები, სოკოები და საბოლოოდ მცენარეები. მცენარეები დედამიწა იყო მწვანე და ლურჯი, მაგრამ უხმაური. არანაირი ხმა გარდა ქარისა და წყლისა. არანაირი ცხოველი, რომელიც შეძლებდა მას მოსმენას. 769 დეკემბერს ცხოველებმა დატოვეს წყალი და გადავიდნენ ხმელეთზე. პირველი ამფიბიები, პირველი მწერები, პირველი ხეებლები, რომლებიც რეალურად იყვნენ ხეები და არა უზარმაზარი გვიმრები, დედამიწის ლანდშაფტები იცვლებოდა სწრაფად. ტყეები, ჭაობები, მდინარეები, რომლებიც სავსე იყვნენ ცოცხალი არსებებით. 24 დეკემბერს დინოზავრები დაიწყეს დომინირება. ეს იყო 250 მილიონი წლის წინ. დინოზავრების ეპოქა გაგრძელდა 29 დეკემბრის საღამომდე,
როდესაც მეტეორიტმა 10 კილომეტრის დიამეტრის დაარტყა იუკატანის ნახევარკუნძულს მექსიკაში. წარმოიდგინეთ ეს შეჯახება. ენერგია, რომელიც მილიარდჯერ აღემატებოდა ჰიროშიმის ბომბს. აფეთქება, რომელმაც შექმნა კრატერი 180 კილომეტრის სიგანის. შოკური ტალღა, რომელმაც მოხდა მთელ პლანეტაზე. დღეები, რომლებიც დაიწვა წამიერად. ის მტვრის და ტეფრის ღრუბელმა, რომელიც ამ შეჯახებამ გამოიწვია, დაფარა მთელი პლანეტა თვეების განმავლობაში. მზის შუქი ვერ აღწევდა ზედაპირამდე. ფოტოსინთეზი გაჩერდა. მცენარეები მოკვდნენ, ტრაოსნები მოკვდნენ, ხორცის მჭამელები მოკვდნენ. 3/4 ყველა სახეობის პლანეტაზე გადაშენდა. მაგრამ მცირე ცხოველები, რომლებიც შეეძლოთ დამალვა მიწის ქვეშ, რომლებიც ჭამდნენ თესლებს და მწერებს, გადარჩნენ. ეს იყვნენ ჩვენი წინაპრები. პატარა, ბეწვიანი, თბილსისხლიანი არსებები, რომლებიც დინოზავრების ჩრდილში იმალებოდნენ მილიონობით წლის განმავლობაში. დინოზავრების გადაშენების შედეშემის შემდეგ ამ პატარა ძუძუმწოვრებს ეძლეოდათ შანსი. 29 დეკემბრიდან 21 დეკემბრის საღამომდე ძუძუმწოვრები გავრცელდნენ პლანეტაზე. გამოჩნდნენ ვეშაპები, სპილოები, დათვები, კატები, ძაღლები, ჩიტები, რომლებიც წარმოშვეს გადარჩენილი დინოზავრების შთამომავლობისგან. მაგრამ ერთ ჯგუფ ძუძუმწოვრებს განუვითარდათ რაღაც განსაკუთრებული. ეს იყვნენ პრიმატები. აფრიკის ტყეებში დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ, ეს არის 29 დეკემბერი კოსმოსურ კალენდარში, ზოგიერთმა მაიმუნმა დაიწყო სვლა ორ ფეხზე. მათი ხელები გათავისუფლდა. მათ შეეძლოთ ხელსაწყოების გამოყენება. მათი ტვინი დაიწყო გაფართოება. 29 დეკემბერს საღამოს დაახლოებით 6 საათზე გამოჩნდა რაღაც, რასაც პალეოანთროპოლოგები უწოდებენ ჰომო ჰაბილის, პირველ სახეობას, რომელიც გამოიყენებდა რთულ ქვის ხელსაწყოებს. ეს იყო დაახლოებით 2.600.000 წლის წინ. ჯერ კიდევ არ იყვნენ ადამიანები, მაგრამ ისინი იყვნენ უფრო ახლოს, ვიდრე რაიმე სხვა, რაც ოდესმე არსებობდა. 29 დეკემბერს საღამოს 11 საათზე 30 წუთზე გამოჩნდა ჰომო ერექტუსი, რომელმაც დაეუფლა ცეცხლს. წარმოიდგინეთ ის მომენტი. პირველი არსება, რომელმაც შეძლო ბუნებრივი ძალის კონტროლი, სითბოსა და შუქის შექმნა ნების მიხედვით. ეს იყო უზარმაზარი ნაბიჯი. ცეცხლი ნიშნავდა, რომ ადამიანებს შეეძლოთ საკვების მომზადება, რამაც გააადვილა მონელება და მისცა მეტი ენერგია ტვინისთვის. 21 დეკემბერს დილით 9:09-ზე ჰომო საპიენსი, ანუ ჩვენ, გამოჩნდა აფრიკაში. ეს იყო 200.000 წლის წინ. მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რა ნიშნავს ეს კოსმოსურ კალენდარში. მთელი ადამიანური ისტორია, ყველაფერი, რაც ოდესმე დაწერილა, ყველაფერი, რაც ოდესმე აშენებულა, ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით ჩვენი სახეობის შესახებ, ხდება ბოლო 52 წუთში. და ყველაზე საინტერესო ნაწილი მოდის ბოლო წამებში. 21 დეკემბერს ღამის 11 საათსა და 59 წუთზე ადამიანები დატოვეს აფრიკა და გავრცელდნენ მთელ პლანეტაზე. ეს იყო დაახლოებით 70.000 წლის წინ. 11 საათსა და 59 წუთიდან შუა ღამემდე ადამიანები მიაღწიეს ავსტრალიას, ევროპას, აზიას და საბოლოოდ ამერიკებს. ბოლო წუთში, შუა ღამის წინ, ყველაფერი, რასაც ცივილიზაცია უწოდებთ, მოხდა. 9 წამის წინ შუა ღამემდე დაახლოებით 11.000 წლის წინ ადამიანებმა დაიწყეს სოფლის მეურნეობა. ეს იყო ნეოლითური რევოლუცია. პირველად ჩვენი სახეობის ისტორიაში ადამიანები შეწყვიტეს მომთაბარეობა და დასახლდნენ ერთ ადგილას. ისინი დათესეს მარცვალი, მოათვინიერეს ცხოველები, ააშენეს პერმანენტული სახლები. ეს 50 წამის წინ შუა ღამემდე, 5000 წლის წინ, პირველი ქალაქები გამოჩნდნენ მესოპოტამიაში. ურუქი, ერიდუ, ურ, საბოლოოდ რთული საზოგადოებების გამოჩენა, წერილობა, კანონები, რელიგია, ხელოვნება. 32 წამის წინ შუა ღამემდე სახელმწიფოები იწყებენ აყვავებას პლანეტის სხვადასხვა წერტილებში. და აი სადაც ხდება რაღაც გასაოცარი. ეს ახდება ერთ ადგილას. არა. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისგან იზოლირებულები იყვნენ ათასობით კილომეტრით, ოკეანეებით და უდაბნოებით, იწყებენ იდენტური სოციალური სტრუქტურების შექმნას. ეგვიპტეში ნილოსის ნაპირებზე ფარაონები აშენებენ პირამიდებს. ინდოეთში, ინდუსის ველზე გამოჩნდება ჰარაპა და მოჰენჯო-დარო, ქალაქები სანიტარიული სისტემებით, რომლებიც შეედრებოდა თანამედროვე სტანდარტებს. ჩინეთში, ყვითელი მდინარის აუზში, ჰან დინასტია იწყებს იმპერიის ჩამოყალიბებას, რომელიც გაგრძელდება 2000 წლის განმავლობაში. მესოპოტამიაში ბაბილონი აშენებს კოსმოსის დაკვირვების კოშკებს და იწყებს მათემატიკური ასტრონომიის საფუძვლების ჩაკრას. წარმოიდგინეთ ეს პარალელური განვითარება. თითოეული ამ ცივილიზაციისთვის მათი სამყარო იყო ყველაფერი, რაც არსებობდა. ეგვიპტელები არ იცოდნენ ჩინელების შესახებ. ინდოელები არ იცოდნენ მაიების შესახებ ამერიკებში. მაგრამ მათ ყველას განუვითარდათ იერარქიული საზოგადოებები,
რელიგიური სისტემები, წერილობა, ვაჭრობა, ხელოვნება და მეცნიერება. როგორგა? რადგან ადამიანის ტვინი, ის ორგანო, რომელიც განვითარდა აფრიკის სავანებში მილიონი წლის წინ, იყო თანდაყოლივ დაპროგრამებული სოციალური ორგანიზაციისთვის. ჩვენ ყველანი ვართ ერთი და იმავე კოგნიტიური არქიტექტურის პროდუქტი. და როდესაც გარემო პირობები ხელსაყრელი ხდება, წყალი, საკვები, კლიმატი, ჩვენი სახეობა აშენებს ცივილიზაციას. არა რადგან გეგმავთ ამას, არამედ რადგან ჩვენი ბიოლოგია გვაიძულებს. 32 წამის წინ შუაღამემდე, დაახლოებით 4600 წლის წინ, რაღაც ემატება. ბრინჯაოს ხანა სრულად აყვავდება. ადამიანები დაეუფლეს ლითონების დნობას და ეს ტექნოლოგია ცვლის ყველაფერს. ბრინჯაოს იარაღები ძლიერია ქვისაზე. ბრინჯაოს სამკალი ყოფს მიწას უფრო ღრმად. ბრინჯაოს ჭურჭელი ინახავს საკვებს უკეთ. იმპერიები იწყებენ ექსპანსიას, ომები უფრო სისხლიანი ხდება. მონობა ხდება ეკონომიკური სისტემის საფუძველი. და მთელი ამ დროის განმავლობაში ადამიანები ვერ ხედავენ, რომ ისინი ცხოვრობენ კოსმოსური წლის ბოლო ნახევარწუთში. მათთვის დრო გრძელდება უსასრულოდ. თითოეული იმპერია თვლის, რომ ის იქნება მარადიული. 32 წამის წინ ჰომეროსი წერს ილიადას და ოდისეას. ბერძნული ცივილიზაცია, რომელიც ამ ეპოსებს წარმოშობს, ამჯერად საფუძველს უხრის დასავლური ფილოსოფიის, მათემატიკის და მეცნიერების. სოკრატე ატენის ქუჩებში დებატს უწევს მართლმსაჯულების ბუნებაზე. არისტოტელე კლასიფიცირებს ყველა ცოცხალ არსებას, რასაც ის იცნობს. არქიმედე ასახსნელებს ბერკეტის პრინციპებს. და ამავდროულად ინდოეთში სიდჰართა გაუტამა ჯდება ბოთის ხის ქვეშ და აღწევს განმანათლებლობას, რომელიც ჩამოაყალიბებს ბუდიზმს. ჩინეთში კონფუციუსი ქადაგებს მორალურ ფილოსოფიას, რომელიც იმართება იმპერიას 2000 წლის განმავლობაში. ისრაელში პროფეტები წერენ ტექსტებს, რომლებიც გახდება იუდაიზმის საფუძველი. ყველა ეს იდეა, ყველა ეს ფილოსოფიური სისტემა, ყველა ეს რელიგია, ისინი ყველანი მოდიან ერთი და იგივე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ისტორიკოსები უწოდებენ ამ პერიოდს ღერძულ ხანას. ეს არის ის დრო, როდესაც ადამიანები სხვადასხვა კუთხეში პლანეტისა იწყებენ კითხვის დასმას. რა არის მართლმსაჯულება? რა არის კეთილი ცხოვრება? როგორ უნდა ვიცხოვროთ სიკვდილის წინაშე? და ის პასუხები, რომლებსაც ისინი პოულობენ, ჯერ კიდევ ფორმირებს ჩვენს სამყაროს დღეს. თქვენ შეიძლება არ ნჯეროდეთ ბუდაში ან არისტოტელეში ან კონფუციუსში, მაგრამ თქვენი აზროვნების სტრუქტურა, თქვენი იდეა იმის შესახებ, რა არის სამართლიანი, რა არის ჭკვიანი, რა არის პატიოსანი, ეს ყველაფერი მომდინარეობს იმ დებატებიდან, რომლებიც დაიწყო 52 წამის წინ კოსმოსურ კალენდარში. თამამბურმეტი წამის წინ შუაღამემდე, 47 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, იულიუს კეისარი კვეთს რუბიკონს. რომის რესპუბლიკა, რომელიც იარსება 5 საუკუნის განმავლობაში, იქცევა იმპერიად. მომდევნო 4 საუკუნის განმავლობაში, ეს არის შემდეგი 9 წამი კოსმოსურ კალენდარში, რომის იმპერია გავრცელდება სამედიტერნეო აუზში, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ბრიტანეთში, შუა აღმოსავლეთში. ისინი აშენებენ გზებს, აკვედუკებს, ამფითეატრებს. ისინი სტანდარტიზებენ კანონებს, ფულს, სისტემების საზომებს. რომაული კანონი გახდება საფუძველი თითქმის ყველა თანამედროვე სამართლებრივი სისტემისთვის. ლათინური ენა გარდაიქმნება რომანულ ენებად, იტალიურად, ესპანურად, ფად, ფრანგულად, პორტუგალიურად, რუმინულად, რომლებიც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ ლაპარაკობს. მაგრამ რომს თავისი მწვერვალზე რაღაც იწყება, რაც შეცვლის პლანეტის ისტორიას კიდევ უფრო ძლიერად, ვიდრე ნებისმიერი იმპერია შეძლებდა. 2026 წლის წინ, ჩვენს კოსმოსურ კალენდარში ეს არის თამამბურმეტი წამის წინ და 7 დამატებით მილიწამს, პატარა ქალაქ ბეითლემში, იუდეაში, რომაული იმპერიის მწვანე პროვინციაში იბადება ბავშვი, რომლის გავლენა იქნება იმდენად მძლავრი, რომ ადამიანობა დაიწყებს თავიდან დროის რაოდენობას მისი დაბადების მიხედვით. ეს არ არის დებატი იმის შესახებ, იყო თუ არა იესო ღვთაებრივი. ეს არის უბრალო ფაქტი. ერთი ინდივიდის იდეებმა, გავრცელებულმა მისი მიმდევრების მიერ, შექმნა რელიგია, რომელიც დღეს აერთიანებს 2 მილიარდი ადამიანს. და აქ ხდება რაღაც პარადოქსული. დრო თითქოს მართლა იწყებს აჩქარებას. პირველი 10 მილიარდი წლის სამყაროს ისტორიაში არაფერი განსაკუთრებული ხდება. ვარსკვლავები ანთდებიან, ისინი კვდებიან, გალაქტიკები ყალიბდებიან. მაგრამ არც რთული სტრუქტურები, არც სიცოცხლე, არც გონება. შემდეგი 4 მილიარდი წელი დედამიწაზე ჩნდება სიცოცხლე, მაგრამ ოცხლე, მაგრამ ის უბრალო რჩება. მხოლოდ მიკრობები, თრობები და მარტივი ორგანიზმები. შემდეგ ბოლო 600 მილიონი წელი რთული ცხოველები. ბოლო 200.000 წელი ადამიანები. ბოლო 10 თუ 10.000 წელი ცივილიზაცია. და ბოლო 2000 წელი რაღაც რადიკალურად აჩქარდება. იდეების სიჩქარე იწყებს ზრდას.
ტექნოლოგიების სიჩქარე იწყებს ზრდას, ცვლილების სიჩქარე იწყებს ზრდას. იდეა, რომელიც 10 წლის წინ დაიბადა, ახლა ვრცელდება პლანეტის მეორე მხარეს 30 დღეში ხმელთაშუა ზღვით, მერე მთელი ევრაზიით აბრეშუმის გზით. რომის იმპერია ეცემა 5 საუკუნეში ახალი წელთაღრიცხვის შემდეგ. ეს არის 7 წამის წინ კოსმოსურ კალენდარში და ევროპა ეცემა ფრაგმენტებად. მაგრამ იდეები გრძელდება. ქრისტიანობა ვრცელდება. ბიზანტია ინახავს ბერძნულ და რომაულ ცოდნას. ისლამი იბადება არაბეთში 6 წამის წინ შუაღამემდე. დაახლოებით 683 წელი ახალი წელთაღრიცხვით და ვრცელდება ისპანიიდან ინდოეთამდე. ბაღდადი ხდება სამყაროს ყველაზე დიდი მეცნიერული ცენტრი. არაბული მათემატიკოსები ინარჩუნებენ და აფართოებენ ბერძნულ ცოდნას. ისინი შემოიტანენ ალგებრას, ალგორითმებს, ზუსტ ასტრონომიულ დაკვირვებებს. 5 წამის წინ ევროპა იწყებს ეკონომიკურ აღმავლობას. ვენეცია, ფლორენცია, ამსტერდამი, ვაჭრობის ქალაქები, რომლებიც აკუმულირებენ სიმდიდრეს. ბანკები იბადება. დაზღვევა. საერთაშორისო ვალუტების გაცვლა. და ამ სიმდიდრით მოდის მექენატობა. ხელოვნების მექენატობა, მეცნიერების მექენატობა, ფილოსოფიის მექენატობა. 4 წამის წინ ევროპული კორაბლები იწყებენ გლობალურ ექსპლორაციას. კოლუმბი მიაღწევს ამერიკას, ვასკო და გამავლის აფრიკის გარშემო. მაგელანი გარსავლის მთელ პლანეტას. და პირველად ადამიანის ისტორიაში მთელი სახეობა ხდება ერთმანეთთან დაკავშირებული. არა მშვიდობიანად. ეს არის კოლონიალიზმის, მონათფლობელობის, გენოციდის დრო, მაგრამ დაკავშირებული. 3 წამის წინ მოხდა რაღაც, რასაც ისტორიკოსები უწოდებენ სამეცნიერო რევოლუციას. გალილეო მიზნებს ტელესკოპს ღამის ცაზე და ხედავს, რომ იუპიტერს აქვს მთვარეები, რომლებიც მის გარშემო ბრუნავენ. ეს მარტივი დაკვირვება ანგრევს იდეას იმის შესახებ, რომ დედამიწა არის სამყაროს ცენტრი. კოპერნიკი, კეპლერი, ნიუტონი, ისინი ყალიბდებიან სამყაროს მათემატიკური გაგების საფუძველს. ნიუტონის გრავიტაციის კანონები აღწერს მორს მოძრაობას, პლანეტებს, მთვარეებს, კომეტებს და ვარსკვლავებს. პირველად ადამიანები იწყებენ გაგებას, რომ სამყარო მუშაობს წესების მიხედვით, რომლებსაც შეიძლება აღმოჩენა და ტესტირება. და ეს შემეცნება იწყებს თოვლის ეფექტს. 2 წამსა და 5 მილიწამს შორის შუაღამემდე ჯეიმს უატი აუმჯობესებს ორთქლის ძრავას. ეს ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ნახშირს საკვებად და აქცევს წყალს ორთქლად და ორთქლს მექანიკურ სამუშაოდ, იწყებს ინდუსტრიალურ რევოლუციას. ნაკეთობები, რომლებიც შუა საუკუნეებში დასჭირდებოდა ათობით ადამიანს დღეების ან კვირების განმავლობაში, ახლა შეიძლება წარმოებული იქნას რამდენიმე საათში. ქარხნები იწყებენ აყვავებას ბრიტანეთში, შემდეგ ევროპაში, შემდეგ ამერიკაში. ქალაქები იზრდებიან. მილიონობით ადამიანი გადადის სოფლიდან ქალაქში. სიღარიბე, დაბინძურება, დაავადებები, ეს ყველაფერი იზრდება, მაგრამ აგრეთვე სიმდიდრე, განათლება, ტექნოლოგია. 1 წამსა და 5 მილიწამს შორის შუაღამემდე მოხდა რაღაც, რაც იმდენად შეცვლის ადამიანის ცხოვრებას, რომ თითქმის შეუძლებელია გავიგოთ. ელექტროენერგია. თომას ედისონის ნათურა. ნიკოლა ტესლას ალტერნატიული დენი. უცებ ღამე აღარ არის ბნელი. ქარხნები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში. ქალაქები ანათებს ღამით. და თითქმის დაუყოვნებლივ მოდის კომუნიკაცია. ტელეგრაფი, ტელეფონი, რადიო. აზროვნება, რომელიც დაიბადა ლონდონში დილით, შეიძლება მიაღწიოს ნიუ-იორკს საღამომდე. იდეა, რომელიც აფეთქდა პარიზში, გავრცელდება ბერლინში, მოსკოვში, ტოკიოში რამდენიმე დღეში. 1 წამსა და 2 მილიწამს შორის შუაღამემდე პირველი მსოფლიო ომი იწყება. მექანიზებული საომარი, ტანკები, თვითმფრინავები, ქიმიური იარაღი კლავს 17 მილიონი ადამიანს 4 წელში. ეს სისასტიკე ისეთია, რომ ადამიანები იწყებენ ფიქრს, რომ მათ ისწავლეს გაკვეთილი. ისინი ქმნიან ერთა ლიგას, რათა თავიდან აიცილონ მომავალი ომები. მაგრამ მხოლოდ 21 წლის შემდეგ, ეს არის დაახლოებით 9 მილიწამის განმავლობაში, კოსმოსურ კალენდარში, მეორე მსოფლიო ომი იწყება. გაორმაგებული სისასტიკე. 65 მილიონი ადამიანი გვდება. პირველად ისტორიაში ადამიანები იყენებენ ატომურ იარაღს. ჰიროშიმა და ნაგასაკი დანგრეულია უსწრაფეს წამში. და ცივი ომის შემდეგი 90 წელი. ეს არის 1 მილიწამი კოსმოსურ კალენდარში, ადამიანობა ცხოვრობს აგრესიულ შიშში, რომ შეუძლებელი გახდება ავტოგანადგურება. მაგრამ სწორედ ამ პერიოდში რაღაც საოცარი ხდება. მეცნიერება აჩქარდება უპრეცედენტოდ. დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენა 1 მილიწამის წინ, ცოტსონის და კრიკის მიერ 1953 წელს. პირველი კომპიუტერები იწყებენ გამოჩენას. პირველი სპუტნიკი გაიშვება, იური გაგარინი გახდება პირველი ადამიანი კოსმოსში. ნილ არმსტრონგი დადგება მთვარეზე 1 მილიწამის წინ შუაღამემდე, 1969 წელს.
ადამიანებმა, რომლებიც ევოლუირდნენ აფრიკის სავანებში, რათა ენახათ დაახლოებით 200 მეტრის მანძილი და მოემზადებინათ მომდევნო სეზონისთვის, უცებ გააშვეს საკუთარი ეკიპაჟი სხვა ციურ სხეულზე, რომელიც შორს არის 390,000 კილომეტრს. ბოლო ნახევარი მილიწამის წინ შუაღამემდე ხდება კიდევ ერთი ტრანსფორმაცია – ინტერნეტი. პირველი საჯარო ვებსაიტები გამოჩნდნენ 1991 წელს. ეს არის 3/4 მილიწამის წინ. 1995-ში 10 ადამიანს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა. 2008 წელს მილიარდმა ადამიანმა. დღეს 2026 წელს 5 მილიარდზე მეტი ადამიანი დაკავშირებულია გლობალურ ქსელში. იდეა, რომელიც გაიზიარა სეულში დილის 9 საათზე, შეიძლება იხილოს ადამიანმა სან-პაულოში მეორე საათზე იმავე დღეს. ვირუსული ვიდეო ვრცელდება მილიონ ადამიანზე 24 საათში. ცოდნა, რომელსაც ოდესღაც სჭირდებოდა 10 წლეულებიან საუკუნეები გავრცელებისთვის, ახლა ვრცელდება წუთებში. აი პარადოქსი. დრო არ არის შეცვლილი. წამი ჯერ კიდევ არის წამი. მაგრამ იმ სიჩქარით, რომლითაც ადამიანობა ქმნის, სწავლობს, ცვლის, შემოქმედებს, ეს აჩქარებულია ექსპონენციურად. პირველი 5 მილიარდი წელი დედამიწის ისტორიიდან არაფერი ცნობიერი არ არსებობდა. შემდეგი 350 მილიონი წელი ცხოველები არსებობდნენ, მაგრამ არც ერთი, რომელსაც შეეძლო სამყაროს გააზრება. შემდეგი 200,000 წელი ადამიანები არსებობდნენ, მაგრამ მათი ტექნოლოგია იყო პრიმიტიული. შემდეგი 10,000 წელი ცივილიზაციები იქნებოდა, მაგრამ ცოდნა ვრცელდებოდა ნელა. და ბოლო 200 წელი. დაახლოებით 4 წამის მეათედი კოსმოსურ კალენდარში ადამიანობამ გადასწია ატმის ბირთვის დაშლიდან გენეტიკური კოდის გაშიფრამდე, ხელოვნური ინტელექტის შექმნამდე, პლანეტის კლიმატის შეცვლამდე. და აქ დგას შეკითხვა. რატომ? რატომ აჩქარდა ყველაფერი ასე დრამატულად? პასუხი მდგომარეობს იმაში, რასაც მეცნიერები უწოდებენ ინფორმაციულ ბუმს. ყოველი თაობა ამატებს წინა თაობის ცოდნას. ნიუტონი ამბობდა, რომ ის დგას გიგანტების მხრებზე. მას შეეძლო ყოფილიყო უფრო შორს, რადგან ის იყენებდა კოპერნიკის, კეპლერის, გალილეოს აღმოჩენებს. აინშტაინი იყენებდა ნიუტონის მუშაობას, ჰოკინგი იყენებდა აინშტაინის მუშაობას. ყოველი თაობა იწყებს უფრო მაღლა ვიდრე წინა და უფრო დიდი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, უფრო სწრაფად მოდის შემდეგი ნაბიჯი. ეხლა წარმოიდგინეთ ეს. თქვენ, პიროვნება, რომელიც ამ სიტყვებს კითხულობთ, ცხოვრობთ უნიკალურ მომენტში, კოსმოსურ ისტორიაში. თქვენ არ ცხოვრობთ პირველ წამში, როდესაც მხოლოდ ენერგია არსებობდა. თქვენ არ ცხოვრობთ მობთ მილიარდობით წლების განმავლობაში, როდესაც მხოლოდ ვარსკვლავები ანცდებოდნენ და გვდებოდნენ. თქვენ არ ცხოვრობთ იმ 4 მილიარდი წლის განმავლობაში, როდესაც დედამიწა იყო მხოლოდ მიკრობებით დასახლებული. თქვენ არ ცხოვრობთ იმ 350 მილიონ წელში, როდესაც ცხოველები არსებობდნენ, მაგრამ არც ერთი არ გააზრებდა სამყაროს. თქვენ არ ცხოვრობთ იმ 200,000 წელში, როდესაც ადამიანები გავრცელდნენ, მაგრამ მათი ცოდნა იყო შეზღუდული. თქვენ ცხოვრობთ ზუსტად იმ წამში, ამ უკანასკნელ მილიწამებში, როდესაც სამყარო 14 მილიარდი წლის შემდეგ ახერხებს საკუთარი თავის გაგებას. და აი რატომ არის ეს უცნაურად მნიშვნელოვანი? თქვენი ტვინი, რომელიც ახლა მუშაობს ამ სიტყვების პროცესირებისას, შეიცავს დაახლოებით 103 მილიარდი ნეირონს. თითოეული ნეირონი დაკავშირებულია ათასობით სხვა ნეირონთან. რაოდენობა შესაძლო კავშირების თქვენს ტვინში აღემატება ატომების რაოდენობას ცნობილ სამყაროში. ჩვენ ვარსკვლავიდან ვართ შექმნილები. მართალია ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი, რომლებიც აგებენ თქვენს უჯრედებს, შეიქმნა სუპერნოვებში. მაგრამ თქვენი გონიერება, თქვენი სუბიექტური გამოცდილება არსებობის შესახებ რთული დონით აჭარბებს ნებისმიერ სხვა სტრუქტურას, რაც ოდესმე არსებობდა. არ არსებობს გალაქტიკა, რომელსაც შეუძლია აზროვნება. არ არსებობს ვარსკვლავი, რომელსაც შეუძლია თვითშემეცნება. არ არსებობს შავი ხვრელი, რომელსაც შეუძლია ფილოსოფია. მაგრამ თქვენ, უმნიშვნელო წერტილი 4 მხრი მოცულობიანი სივრცის, ცხოვრობთ პატარა ქვის პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს საშუალო ზომის ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მდებარეობს გარეთ არგოლში, ჩვეულებრივი სპირალური გალაქტიკისა. თქვენ გაქვთ უნარი გაიგოთ ეს ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ დაფიქრდეთ დიდ აფეთქებაზე. თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ სამყაროს ასაკი. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ევოლუცია. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ დნმ. თქვენ შეგიძლიათ აგოთ ტელესკოპები, რომლებიც ხედავენ გალაქტიკებს, რომლებიც შორს არის 13 მილიარდ სინათლის წელს. და თქვენ ყველაფერს ამას აკეთებთ ერთ დაუჯერებელ პატარა ბიოლოგიურ კომპიუტერში, რომელიც იჯდა თქვენს თავის ქალას შიგნით, რომელიც მოიხმარს დაახლოებით 20 ვატს ელექტროენერგიის, ნაკლებს ვიდრე ნატურა, და რომელიც შედგება იმავე ატომებისგან, რომლებიც 46 მილიარდ წლის წინ ჰქონდა კაჟნის ღრუბელს, საიდანაც მზის სისტემა შეიქმნა. ეს არის უმაღლესი რთულობა, რომელიც ოდესმე წარმოიშვა კოსმოსურ ისტორიაში. და თქვენ ხართ ერთი ეს. ბოლო მეოთხედი მილიწამის წინ შუაღამემდე, ეს არის დღეს ან წამში, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს,
2020 წელი, 2021 წელი, 2022 წელი. თითოეული წელი, თითოეული თვე, თითოეული კვირა კოსმოსური წლის ამ უკანასკნელ მილიწამში იმდენად სავსეა ცვლილებებით, რომ პირველი ცივილიზაციების მთელი ისტორია ჩანს ნელად, თითქმის სტატიკურად. 2020 წელს პანდემია ჩერდება მთელ პლანეტას. 4 მილიარდი ადამიანი იხურება სახლებში. ეკონომიკა კოლაფსირდება და აღდგება თვეებში. მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა ყოველი ცნობილი ფარმაცევტული ისტორიის ყველაზე სწრაფად, 10 თვეში. დროში, რომელიც ჩვეულებრივად დასჭირდებოდა 10 წელს. 2023 წელს ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელსაც ქვია GPT-4, გაიარა საადვოკატო გამოცდა უკეთ ვიდრე ადამიანთა 100-ათედი. იმავე წელს სხვა სისტემამ, Midjourney-მ დაიწყო იმეჯების შექმნა, რომლებიც გაურჩევადია ადამიანის მხატვრობისგან. 2024 წელს ჩინეთმა დაარბია მთვარეზე პირველი პერმანენტული ბაზის მოდული. იმავე წელს Neuralink-მა, კომპანიამ, რომელსაც Elon Musk-ი დააფუძნა, წარმატებით იმპლანტირა ელექტროდები ადამიანის ტვინში, რაც პირველად საშუალებას აძლევს პარალიზებულ პაციენტს უშუალო დაკონტროლოს კომპიუტერი აზროვნებით. 2025 წელს კვანტური კომპიუტერი IBM-ის მიერ შესრულებულ გამოთვლას, რომელიც ყველაზე მძლავრ კლასიკურ სუპერკომპიუტერს დასჭირდებოდა 10,000 წელი, რამდენიმე საათში. 2026 წელს, ახლა ამ წამში, მსოფლიოს მოსახლეობა აღწევს 8 მილიარდს. 7 მილიარდი ადამიანი დაკავშირებულია ინტერნეტით, 3 მილიარდი იყენებს სმარტფონებს. ხელოვნური ინტელექტი მართავს საფონდო ბირჟებს, დიაგნოსტირებს სიმსივნეებს, თარგმნის რეალურ დროში 130-ზე მეტ ენას, აგენერირებს მუსიკას, იწერს კოდს და იწყებს სამეცნიერო ჰიპოთეზების გენერირებას, რომლებსაც ადამიანები ვერ იფიქრებდნენ. და აქ, ზუსტად აქ, ბოლო მილიწამის ბოლო ნახევარში, აჩნდება ერთი გაუტეშელი დამღლელი შეკითხვა, რომელიც უმალიდებს ყველა ამ აღფრთოვანებულ აღწერას პერსპექტივაში. ამ შეკითხვას სამი სიტყვაა და რა მაშინ? გულწრფელად, მართლა. თქვენ ახლა იცით, რომ სამყარო 14 მილიარდი წელია. თქვენ იცით, რომ მთელი ადამიანის ისტორია ერთმევა ბოლო 10 წამში კოსმოსურ კალენდარში. თქვენი პირადი ცხოვრება, დაბადებიდან სიკვდილამდე, გაგრძელდება შესაძლოა 80 წელი, რომელიც კოსმოსურ კალენდარში არის 1 მილიმეტრი, ნაკლები. უსასრულოდ ნაკლები. და კიდევ 100 წლის შემდეგ, 200 წლის შემდეგ, 2000 წლის შემდეგ, თქვენ და მე და ყველა ვისაც ჩვენ ვიცნობთ, იქნებიან დავიწყებულები. არავინ გაიხსენებს თქვენს სახელს. არავინ გაიხსენებს თქვენს აზრებს. თქვენი ყველა ნაღვაწი, თქვენი ყველა შიში, თქვენი ყველა სიყვარული, თქვენი ყველა გულის ტკივილი გაქრება. თითქოს არასოდეს არსებობდა. უფრო მეტიც. 5 მილიარდი წლის შემდეგ, ეს არის შემდეგი გაშლილი კოსმოსური წელი, მზე გადაიქცევა წითელ გიგანტად, გაფართოვდება, შთანთქავს მერკურიუს, ვენერას და დედამიწას. ყველაფერი, რასაც ადამიანობა ოდესმე დააგროა, დაიწვება. თითოეული ნაგებობა, თითოეული წიგნი, თითოეული ჩანაწერი, თითოეული იდეა გაქრება. და თუ გადარჩებით, თუ კოლონიზირებით მარსს, ან ევროპას, ან ენცელადუს, ან თუ დავტოვებთ მზის სისტემას სრულიად და მივალთ სხვა ვარსკვლავებთან, რა მაშინ? ტრილიონი წლის შემდეგ ყველა ვარსკვლავი გაქრება, სამყარო გაგრილდება. პროტონები დაიშლებიან, შავი ხვრელები ამამუწურდებიან ჰოკინგის რადიაციით და სრული, რული, აბსოლუტური, მარადიული სიბნელე და სიცივე დასდგება ყველაფერს. მაშ რატო უნდა ვიღაცა გაინტერესებდეს, რომ ის ცხოვრობს კოსმოსური წლის ბოლო მილიწამში? რატო უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ თქვენ არსებობთ ზუსტად აქ, ზუსტად ეხლა, კოსმოსურ ისტორიაში? თუ ყველაფერი მთავრდება სიბნელით, თუ ყველაფერი დაიკარგება, თუ არც ერთი ტრასა თქვენი არსებობისა არ დარჩება ტრილიონი წლის შემდეგ, რა აზრი აქვს რასმე? რა აზრი აქვს ცოდნას? რა აზრი აქვს სიყვარულს? რა აზრი აქვს ცოდნასა და შემოქმედებას? ეს არის ნიჰილისტური არგუმენტი და ის ძალიან პოპულარულია. და ის ასევე არის სრულიად, ფუნდამენტურად, რადიკალურად არასწორი. აი რატომ? და აი სადაც ფიზიკა, არა ფილოსოფია, არამედ რეალური, ექსპერიმენტული, მათემატიკური მეცნიერება გვიჩვენებს რაღაც აბსოლუტურად გასაოცარს თქვენს არსებობაზე. 1902 წელს ფიზიკოსმა სახელად ალენ ასპემ შეასრულა ექსპერიმენტი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით რეალობის ბუნების შესახებ. ეს იყო იმ დიდი ექსპერიმენტების ერთების ერთ-ერთი, რომლებიც ადასტურებდა კვანტური მექანიკის ყველაზე უცნაურ წინასწარმეტყველებას, კვანტურ დაწვრილებას. აი როგორ მუშაობს ეს. შექმენით ორი ფოტონი, სინათლის ნაწილაკები, ისე რომ ისინი იყვნენ კვანტურად დაწვრილებულები. ეს ნიშნავს, რომ მათი თვისებები კორელირებულია, თუმცა ისინი არ იცოდნენ, რა თვისებებს იქონიებენ, სანამ თქვენ არ გაზომავთ. ახლა გაყავით ეს ორი ფოტონი დიდ მანძილზე. ასპემ განაშორა 10 მეტრით, მაგრამ შემგლუმ ექსპერიმენტებმა განაშორეს კილომეტრებით, შემდეგ ათასობით კილომეტრებით.
გაზომეთ ერთი ფოტონის პოლარიზაცია და ის სხვა ფოტონი, რომელიც მდებარეობს კილომეტრების მოშორებით, დაუყოვნებლივ არა სინათლის სიჩქარით, არამედ მყისიერად იცის რა იზომა მისი თხვილი და იღებს დაკავშირებულ მდგომარეობას. როგორ შეიძლება ორმა ობიექტმა, რომლებიც დაშორებულია კილომეტრებით, ურთიერთქმედება მყისიერად, როდესაც არაფერი, არც ინფორმაცია, არც ენერგია, არც რაიმე, შეუძლია მოგზაურობა სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. აინშტაინი თვით უწოდა ამას მოჩვენებას მანძილზე და არ მოსწონდა. მაგრამ ასპე მაჩვენა ექსპერიმენტულად, არა თეორიულად, არამედ ლაბორატორიაში გაზომებით, რომ ეს რეალურია. 2017 წელს მან მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში ამ აღმოჩენისთვის და ეს აჩვენებს, რომ რეალობა არ არის ისეთი, როგორც ჩვენ ვიფიქრეთ. ატომები, ნაწილაკები, ენერგიული ველები თქვენ სხეულში. ისინი ყველანი არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან და ასევე სხვა ატომებთან, სხვა ნაწილაკებთან, მთელ სამყაროში, ისეთი გზებით, რომლებიც არ დამოკიდებულია მანძილზე ან დროზე ჩვეულებრივი გაგებით. თქვენ არ ხართ იზოლირებული ობიექტი, რომელიც უბრალოდ არსებობს თავისთვის. თქვენ ხართ კვანტური სისტემა, რომელიც არალოკალურად, მყისიერად ურთიერთობს სხვა სისტემებთან. ეს არ არის პოეზია ან სულიერება. ეს არის ლაბორატორიული ექსპერიმენტების შედეგი, რომლებიც დადასტურებულია ათასობით ჯერ. მაგრამ კიდევ უფრო უცნაური რამ არის. 1923 წელს სხვა ფიზიკოსებმა იოჰან ზაილინგერის ლაბორატორიაში ვენაში შეასრულეს ვარიანტი ცნობილი ორმაგი ხვრელის ექსპერიმენტისა, კვანტური სისტემებით. ორმაგი ხვრელის ექსპერიმენტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკის ექსპერიმენტია, რადგან ის აჩვენებს რაღაც აბსოლუტურად გაუგებარს. ნაწილაკები ქცევენ თავს როგორც ტალღები, თუ თქვენ არ აკვირდებით, მაგრამ როგორც ნაწილაკები, თუ თქვენ აკვირდებით. თქვენი აქტი დაკვირვებისას ცვლის მათ ქცევას. როგორ შეიძლება ეს? როგორ შეიძლება მხოლოდ დაკვირვებამ შეცვალოს ფიზიკური რეალობა? პასუხი, რომელიც ფიზიკა გვაძლევს, არის ის, რომ დაკვირვება არ ნიშნავს უბრალოდ ჩქარად შეხედვას. დაკვირვება ნიშნავს ურთიერთქმედებას. როდესაც ფოტონი, სინათლის ნაწილაკი გადის ორმაგ ხვრელში, მას აქვს გზის ინფორმაცია. მას აქვს ამპლიტუდა იმისა, რომ გავიდეს ერთ ხვრელში და ამპლიტუდა იმისა, რომ გავიდეს მეორეში. ორივე ამპლიტუდა ერთდროულად არსებობს. ეს არის სუპერპოზიცია. მაგრამ როდესაც თქვენ აკვირდებით, როდესაც თქვენი გაზომვის ხელსაწყო, რომელიც არ დაგავიცვლეთ, თვით არის ნაწილაკებისგან აგებული, ურთიერთობს ფოტონთან, სუპერპოზიცია კოლაფსირდება. ერთი გზა ხდება რეალური, მეორე კარგავს ამპლიტუდას. ეს ნიშნავს, და აი სადაც ხდება უჩვეულო, რომ სამყარო არ არის ფიქსირებული, ობიექტური რეალობა, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად თქვენგან. სამყარო არის ურთიერთქმედების ქსელი და თქვენი აქტი დაკვირვებისა, თქვენი ურთიერთქმედება ნაწილაკებთან და ველებთან არის ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც რეალობა ყალიბდება. თქვენ არ ხართ პასიური მაყურებელი კოსმოსური დრამისა. თქვენ ხართ აქტიური მონაწილე. თქვენი არსებობა, თქვენი შეგნება, თქვენი აქტი, გაზომვისა და ურთიერთქმედებისა, ეს ყველაფერი არის ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც კვანტური შესაძლებლობები გარდაიქმნება კლასიკურ რეალობად. ეხლა ზოგიერთი მკითხველი იტყვის: კარგი, მაგრამ კვანტური ეფექტები მხოლოდ მცირე მასშტაბზე ხდება. ატომებში, ნაწილაკებში, არა ადამიანის ტვინებში ან გალაქტიკებში. და ეს რა თქმა უნდა არის სწორი. მაკროსკოპული ობიექტები, მაგიდები, სკამები, პლანეტები, ვარსკვლავები, ზოგადად ქცევა თავს კლასიკური ფიზიკის მიხედვით, რადგან კვანტური ეფექტები ათბება დიდ სისტემებში. მაგრამ აქ არის საოცარი თუმცა. თქვენი ტვინი არის ბიოლოგიური სისტემა, რომელიც ოპერირებს ბიოქიმიურ პროცესებით, რომლებიც ბოლოს და ბოლოს დამოკიდებულია ქიმიურ რეაქციებზე, რომლებიც დამოკიდებულია ელექტრონულ გადასვლებზე, რომლებიც არიან კვანტური მოვლენები. 2014 წელს ჯგუფმა მეცნიერთა პრინსტონის, MIT-ის და კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენა, რომ ფოტოსინთეზის პროცესი, იგივე პროცესი, რომელსაც მცენარეები იყენებენ სინათლის გარდაქმნისთვის ენერგიად, იყენებს კვანტურ დაწვრილებას, რათა მიაღწიოს თითქმის 100%-იან ეფექტურობას ენერგიის გადატანაში. კვანტური ეფექტები არ არიან მხოლოდ ლაბორატორიული კურიოზები. ისინი არიან ფუნდამენტური მექანიზმები, რომლებზეც სიცოცხლე არის დამოკიდებული. და რომ თავი დავიჭიროთ კვანტური დეკოჰერენციისა და მაკროსკოპული რეალობისა, არსებობს კიდევ უფრო ღრმა აზრი, რომელიც გამომდინარეობს თანამედროვე კოსმოლოგიიდან. ეს არის, რაც მეცნიერები უწოდებენ ანთროპული პრინციპს. და თუმცა ზოგიერთი ვერსია ამ პრინციპისა არის საკამათო, ძირითადი დაკვირვება არ არის. სამყარომ უნდა გქონდეს სწორედ ის ფიზიკური კონსტანტები, სწორედ ის თვისებები, სწორედ ის ისტორია, რომელიც მას აქვს, რათა რთული სტრუქტურები, როგორებიცაა გალაქტიკები, ვარსკვლავები, პლანეტები და თქვენ არსებობდეთ. მოდით ვნახოთ კონკრეტული მაგალითი. არის ფუნდამენტური ძალა ბუნებაში, რომელსაც ქვიათ ძლიერი ბირთვული ძალა. ეს არის ძალა, რომელიც აკავშირებს პროტონებს და ნეიტრონებს ატომის ბირთვში.
თუ ეს ძალა იყო მხოლოდ 2%-ით უფრო სუსტი, არანაირი ატომი, მძიმე ვიდრე წყალბადი არ შეიქმნებოდა. არანაირი ნახშირბადი, არანაირი აზოტი, არანაირი ჟანგბადი, არანაირი სიცოცხლე. თუ ეს ძალა იყო 2%-ით უფრო ძლიერი, მთელი წყალბადი სამყაროში გარდაიქმნებოდა და ჰელიუმად დიდი აფეთქების დროს. არანაირი წყალი, არანაირი ორგანული ქიმია, არანაირი სიცოცხლე. რის სიცოცხლე? ან განიხილეთ კოსმოლოგიური კონსტანტა, რომელიც განსაზღვრავს, როგორ აჩქარებს სამყაროს გაფართოება. თუ ეს კონსტანტა იყო ოდნავ უფრო დიდი, სამყარო გაფართოვდებოდა იმდენად სწრაფად, რომ გალაქტიკები ვერასოდეს ჩამოყალიბდებოდნენ. თუ ის იყო ოდნავ უფრო პატარა, სამყარო კოლაფსირდებოდა თავისთავად მილიარდ ნახევარწლის შემდეგ დიდი აფეთქებიდან, დიდ ხნამდე სანამ რთული სტრუქტურები გამოჩნდებოდნენ. არსებობს ასობით მსგავსი მაგალითი. მასა ელექტრომისა, თანაფარდობა პროტონის მასასა და ნეიტრონის მასას შორის, სიძლიერე ელექტრომაგნიტური ძალისა, თითოეული მათგანი ზუსტად რეგულირებულია ისეთი ზუსტობით, რომ რთული სიცოცხლე გახდეს შესაძლებელი. ეხლა ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ეს არის უბრალო მულტივერსის შედეგი. არსებობს უსასრულო რაოდენობა სამყაროები, თითოეული სხვადასხვა ფიზიკის კანონებით და ჩვენ ცხოვრობთ იმ ერთში, სადაც კანონები შესაბამისობაშია სიცოცხლესთან, რადგან თუ არ იყო შესაბამისობაში, ჩვენ არ ვიქნებოდით აქ, შეკითხვის დასასმელად. ეს არის კოსმოლოგიური დებატი და არავინ იცის რომელი პასუხი სწორია, მაგრამ დაკვირვება რჩება. თქვენ არსებობთ ზუსტად იმ სამყაროში, რომელიც 14 მილიარდი წლის განმავლობაში განვითარდა ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ატომებმა შეიქმნან, ვარსკვლავებმა განვითარდნენ, გალაქტიკებმა ჩამოყალიბდნენ, პლანეტებმა დაიბადნენ, სიცოცხლემ გაჩნდა, ევოლუციამ წარმოადგინა რთული ნერვული სისტემები და თქვენი ტვინი, ეს 14 მილიარდი წლის პროდუქტი, ეხლა კითხულობს ამ სიტყვებს და ფიქრობს იმ შესახებ. თქვენი მოკლე არსებობა, ეს 1 მილიმეტრი კოსმოსურ კალენდარში არ არის უმნიშვნელო. ეს არის მომენტი, როდესაც სამყარო, რომელიც არსებობდა მილიარდობით წლის განმავლობაში, როგორც მხოლოდ კვანტური ველები და ელემენტარული ნაწილაკები და ვარსკვლავების ცეცხლი, ახერხებს საკუთარი თავის გააზრებას. თქვენ არ ხართ უბრალოდ შედეგი სამყაროსი, თქვენ ხართ საშუალება, რომლითაც სამყარო გამოიცდება საკუთარ თავს. ყოველი აზრი, რომელიც გიცდიათ, ყოველი შეგრძნება, რომელიც გაქვთ, ყოველი შეხედულება, რომელიც გახსენებთ, ეს არის სამყაროს გზა იმისა, რომ იყოს ცნობიერი საკუთარი თავის შესახებ. და აი ზუსტად, სადაც ნიჰილისტური არგუმენტი ინგრევა. დიახ, ყველაფერი მთავრდება. დიახ, მზე გაქრებარდება. დიახ, მზე გაქრება. დიახ, გალაქტიკები გაფანტდებიან. დიახ, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი იქნება ბნელი და ცივი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. პირიქით, ის ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც მნიშვნელობა აქვს, არის ზუსტად აქ, ზუსტად ახლა. ამ მოკლე ფრაგმენტულ მომენტში, როდესაც სამყარო იმდენად რთულია, რომ მას შეუძლიათ ცნობიერების წარმოქმნა. თქვენი სიყვარული არის რეალური, რადგან თქვენ გძნობთ მას ახლა. თქვენი შემოქმედება არის რეალური, რადგან ის არსებობს ამ მომენტში. თქვენი ცოდნა არის რეალური, რადგან ის არის კოსმოსური პროცესის ნაწილი თვითშემეცნებისა. სტრუქტურული რეალობა არ არის იმაში, რაც გაგრძელდება სამუდამოდ. სტრუქტურული რეალობა არის იმაში, რაც ხდება ახლა. და ახლა, ამ წამში, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, არის ერთადერთი მომენტი მთელ კოსმოსურ ისტორიაში, როდესაც სიცოცხლე და გონება არსებობს ამ კონკრეტულ დაუჯერებელ რთულობაზე. ზოგადად არსებობენ მილიარდი წარმოსახვადი ისტორიები, რომლებიც სამყაროს ქონოდა. ის შეიძლებოდა იყო მხოლოდ გრავიტაციული ტალღები და ელექტრომაგნიტური რადიაცია. ის შეიძლებოდა იყო უბრალოდ ვარსკვლავების ზღვა. ის შეიძლებოდა იყო სამყარო, სადაც პლანეტები არსებობენ, მაგრამ სიცოცხლე არა. ის შეიძლებოდა იყო სამყარო, სადაც მიკრობები არსებობენ, მაგრამ არასოდეს განვითარდებიან რთული ორგანიზმები. ის შეიძლებოდა იყო სამყარო, სადაც ცხოველები არსებობენ, მაგრამ არასოდეს ევოლუირდებიან გონიერ სახეობებად. მაგრამ ის არ იყო. ის არის ეს სამყარო, სადაც თქვენ ცხოვრობთ. მომენტში, როდესაც ყველაფერი ამ გზას, ატომების სინთეზი, ვარსკვლავების აფეთქება, პლანეტების ფორმირება, სიცოცხლის გაჩენა, ევოლუცია ნეირონული ქსელებისა, წარმოადგენდა თქვენს ცნობიერებას. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება ტრილიონი წლის შემდეგ. მნიშვნელობა აქვს იმას, რაც ხდება ეხლა. და ეხლა, სწორედ ეხლა, ამ წამში, თქვენ ხართ მომენტი, როდესაც სამყარო, რომელიც დაიწყო ენერგიის უსასრულო წერტილიდან 14 მილიარდი წლის წინ, განიცდის საკუთარ თავს. თქვენი არსებობა არის ის, როგორ უმნიშვნელოდ მოკლე და უმნიშვნელოდ მცირეც არ უნდა იყოს ის კოსმოსურ მასშტაბზე, ისევ არის უმაღლესი კულმინაცია მთელი რაც ოდესმე ყოფილა. მაგრამ ეს ყველაფერი, კვანტური დაწყვილება, ანთროპული პრინციპი, ფაქტი, რომ თქვენი ცნობიერება არის სამყაროს გზა საკუთარი თავის შესახებ ცოდნისა,
ეს მხოლოდ ამბის დასაწყისია, არა დასასრული. რადგან აქ არის რაღაც, რასაც მეცნიერება ჯერ არ გვითხრა. რაღაც, რასაც ის არ შეუძლია გვითხრას, თუმცა ის გვიჩვენებს, სად უნდა ვეძიოთ. რას არ ვიცით? რას ნამდვილად არ ვიცით ყველა ამ აღმოჩენის მიუხედავად? პირველი. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს რაიმე საერთოდ. არა როგორ, არამედ რატომ. დიდი აფეთქების თეორია გვეუბნება, რომ სამყარო დაიწყო 14 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ ერთი უსასრულოდ მკვრივი წერტილიდიდან. მართალია, მაგრამ ეს არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, რატომ იყო ის წერტილი. რატომ არსებობდა რაიმე საერთოდ, ვიდრე არაფერი. ფილოსოფოსმა ლაიბნიცმა 3 საუკუნის წინ ჩამოაყალიბა ეს კითხვა. რატომ არსებობს რაღაც, ვიდრე არაფერი? და დღემდე არავის აქვს პასუხი. არა თეოლოგებს, არა ფილოსოფოსებს, არა ფიზიკოსებს. ზოგი ამბობს, ღმერთმა შექმნა სამყარო, მაგრამ მაშინ შეკითხვა გადაინაცვლებს, რატომ არსებობს ღმერთი? სად მოდის ის? ზოგი ამბობს, სამყარო მარადიულია, მას არ აქვს დასაწყისი. მაგრამ მაშინ რატომ არსებობს ეს მარადიული სამყარო? რატომ არა სრული, შეუპოვარი არარსებობა? ზოგი ამბობს, შესაძლოა სამყარო არსებობს, რადგან კვანტური რხევები ვაკუუმს წარმოქმნის ნაწილაკებს. მაგრამ მაშინ რატომ არსებობს კვანტური ველები? რატომ არსებობს ფიზიკის კანონები? რატომ არის რაიმე, ნაცვლად აბსოლუტურად არაფრისა? ეს კითხვა არის იმდენად ფუნდამენტური, რომ ის სცილდება მეცნიერების ფარგლებს. მეცნიერება შეუძლია ახსნას, როგორ რაღაც მუშაობს. იგი შეუძლია აღწეროს მექანიზმები, პროცესები, კაუზალური კავშირები, მაგრამ ის ვერ უპასუხებს, რატომ საფუძვლად არის რაიმე, ვიდრე არაფერი. რადგან ნებისმიერი ახსნა, რომელსაც მეცნიერება იძლევა, უკვე ვარაუდობს რაღაცის არსებობას, კანონებს, ველებს, ენერგიას, მათემატიკურ სტრუქტურებს და კითხვა რჩება, რატომ? მეორე. ჩვენ არ ვიცით რა არის ცნობიერება, საერთოდ. მეცნიერებმა გააკეთა გასაოცარი პროგრესი ტვინის კვლევაში. ჩვენ შეგვიძლია დავასკანოთ ნეირონები რეალურ დროში. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომელი ტვინის რეგიონები აქტიურდება, როდესაც თქვენ ფიქრობთ ან გრძნობთ ან იხსენებთ. ჩვენ შეგვიძლია ვიდეოთ, რომელი ნეიროტრანსმიტერები იწვევს დეპრესიას, ან ბედნიერებას, ან შიშს. ჩვენ შეგვიძლია თავკურები ვადევნოთ ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც მოძრაობენ ნეირონულ ქსელებში. მაგრამ ეს ყველაფერი არის კორელაცია, არა ახსნა. კორელაცია ნიშნავს, როდესაც თქვენს ტვინში მოცემული რეგიონი აქტიურდება, თქვენ გრძნობთ ტკივილს, ან სიხარულს, ან გახსენებთ ბავშვობას. მაგრამ არავის აქვს იდეა, როგორ ელექტრული აქტივობა ნეირონებში, რომელიც არის მხოლოდ ატომების და მოლეკულების მოძრაობა, წარმოქმნის სუბიექტურ გამოცდილებდილებას. როგორ ნატრიუმის იონები, რომლებიც შედიან ნეირონში, აქცევენ რაღაც იმის გზნობად, რომ იყო ვარსკვლავის ნახვა. როგორ ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლება აქცევს რაღაც იმის გზნობად, რომ იყო სიყვარული. ფილოსოფოსები უწოდებენ ამას მძიმე პრობლემას ცნობიერებისა და არავის აქვს გადაწყვეტა. ზოგი ამბობს, ცნობიერება არის ემერჯენტული თვისება. როდესაც თქვენ აქვთ საკმარისად რთული სისტემა, ცნობიერება უბრალოდ გამოჩნდება. მაგრამ ეს არ არის ახსნა, ეს არის მხოლოდ სიტყვა. როგორ სიძნელე ემერჯენ სუბიექტური გამოცდილება. ზოგი ამბობს, ცნობიერება არის ილუზია. არაფერი არ აქვს რეალური სუბიექტური გამოცდილება. ეს მხოლოდ ტვინის ხრიკია. მაგრამ ეს აბსურდულია. თუ რაიმე არის აბსოლუტურად უდავო, ეს არის ფაქტი, რომ თქვენ აქვთ გამოცდილება. დეკარტემ თქვა, მე ვფიქრობ, ამიტომ ვარ. თქვენ შეიძლება ეჭქვეშ დააყენოთ ყველაფერი, ფიზიკური სამყარო, სხვა ადამიანები, თქვენი მოგონებები, მაგრამ თქვენ ვერ ეჭქვეშ დააყენებთ, რომ ახლა ამ წამში ცდილობთ რაღაცას. ზოგი ამბობს, ცნობიერება არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, როგორც მასა ან ენერგია. პანფსიქიზმი. ყველაფერს აქვს რაღაც ხარისხის ცნობიერება. მაგრამ მაშინ როგორ ცნობიერება ატომებში ან ელექტრონებში აქცევთ ცნობიერებას ადამიანის ტვინში? და რატომ არ აქვს კომპიუტერს ცნობიერება, თუ ის შედგება იმავე ატომებისგან? არავინ იცის. და ეს არის საოცარი. რადგან ცნობიერება არის ერთადერთი რამ, რასაც ჩვენ ნამდვილად გვაქვს პირდაპირი ცდომა. ყველაფერი სხვა, ატომები, ვარსკვლავები, კვანტური ველები, არის დასკვნა. მაგრამ ცნობიერება არის უშუალო. და მაინც ის არის ყველაზე დიდი საიდუმლო. მესამე. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სხვა სიცოცხლე სამყაროში და თუ არსებობს, როგორია ის. დედამიწაზე სიცოცხლემ დაიწყო ერთხელ, ან შესაძლოა რამდენიმეჯერ და მხოლოდ ერთი ხაზი გადარჩა. დაახლოებით 4 მილიარდ წელს წინ. და ის გავრცელდა, განვითარდა, ადაპტირდა და შედეგად ჩვენ. მაგრამ არის თუ არა სხვა პლანეტები, სხვა მთვარეები, სხვა ადგილები ამ სამყაროში, სადაც მოხდა იგივე?
არსებობს თუ არა ორგანიზმები ევროპაზე, იუპიტერის მთვარეზე, ყინულის ქერქის ქვეშ ოკეანეში. არსებობს თუ არა მიკრობები მარსის რეგოლიტში. არსებობს თუ არა გონიერი ცივილიზაციები დაშორებულ ეგზოპლანეტებზე 1000 სინათლის წლების მოშორებით. ფერმის პარადოქსი სვამს ამ კითხვას ცხვივად. სად არიან ყველანი? თუ სამყარო იმდენად დიდია, თუ არსებობს 2 ტრილიონი გალაქტიკა, თითოეულში ასობით მილიარდი ვარსკვლავით და თითოეული ვარსკვლავი შეიძლება ჰქონდეს პლანეტები, მაშინ სად არის ყველა? რატომ ჩვენ არ მოვისმინეთ რადიოსიგნალები? რატომ არ ვნახეთ გიგანტური სტრუქტურები ან კოსმოსური ხომალდები ან ტექნოლოგიური ნიშნები? შესაძლოა ჩვენ ვართ პირველები. შესაძლოა სიცოცხლე იმდენად იშვიათია, რომ მთელ დაკვირვებად სამყაროში ეს ხდება მხოლოდ ერთხელ. ან შესაძლოა გონიერი სახეობები განადგურებენ საკუთარ თავს, სანამ კოსმოსურ ცივილიზაციებად გახდებიან. ან შესაძლოა ისინი არსებობენ, მაგრამ ისინი იმდენად განსხვავებულნი არიან ჩვენგან, რომ ჩვენ ვერ ვცნობთ მათ. არავინ იცის. და ამიტომ ეხლა ამ წამში, სანამ ჩვენ არ მივაგნეთ პირველ გარედან სიგნალს, ან არ აღმოაჩინეთ მიკრობები სხვა პლანეტაზე, ჩვენ უნდა ცხოვრობდეთ იმის გაგებით, რომ შესაძლოა ვართ ერთადერთები. ერთადერთი ადგილი მთელ სამყაროში, სადაც სამყარო იცის საკუთარი თავის შესახებ. ერთადერთი ადგილი, სადაც სიმფონია ისმის. ერთადერთი ადგილი, სადაც მათემატიკა გაიგო. ერთადერთი ადგილი, სადაც სიყვარული გრძნობენ. და თუ ეს მართალია, მაშინ ბრალდება, მორალური ბრალდება, არა ფიზიკური, არამედ ეთიკური, არის გაუთვალისწინებელი. წარმოიდგინეთ, სამყარო, რომელიც 14 მილიარდი წლის განმავლობაში იყო ჩუმი, ახლა საუბრობს. სამყარო, რომელიც არასოდეს გამოიცდა სიმშვენიერეს, ახლა ხედავს მას. სამყარო, რომელიც არასოდეს გაიაზრა ყოფნას, ახლა აზროვნებს მას. და ყველაფერი ეს ხდება აქ, ამ პატარა ლურჯ წერტილზე, რომელსაც დედამიწა ქვია, რომელიც მოძრაობს მძინარე ხიტებით კოსმოსური სივრცის უსასრულობაში. და თუ ჩვენ განადგურებთ საკუთარ თავს, ბირთვული ომით ან კლიმატური კატასტროფით, ან ხელოვნური ინტელექტით, რომელიც გამოვა კონტროლიდან, მაშინ შესაძლოა სამყარო კვლავ გაირებს თავს, კვლავ გაქრება, კვლავ იქნება მხოლოდ ვარსკვლავების ცეცხლი და კვანტური ველების რხევა. არავინ იცოდეს, არავინ დაფიქრდეს, არავინ ზრუნავდეს. მეოთხე, ჩვენ არ ვიცით რა არის დრო. სერიოზულად. დრო არის ყველაზე ფუნდამენტური ასპექტი ჩვენი გამოცდილებისა. ყოველი წამი ჩვენ ცხოვრობთ დროის შუაგულში. ჩვენ გვახსოვს წარსული, ჩვენ გეგმავთ მომავალს, ჩვენ გვძნობთ აწმყოს გადინებას. მაგრამ ფიზიკამ, თანამედროვე ფიზიკამ, აჩვენა რაღაც გასაოცარი. დრო არ არის ფუნდამენტური. დრო არ გადადის იმ გზით, როგორც ჩვენ გონია. აინშტაინის ზოგადი ფარდობითობა აჩვენებს, რომ დრო არის თანაბარი სივრცის. 4განზომილებიანი სივრცე დრო, სადაც აწმყო ან წარსული ან მომავალი არ არის აბსოლუტური. რა არის ახლა თქვენთვის, არ არის ახლა ადამიანის სტრომხლა ადამიანისთვის, რომელიც მოძრაობს სწრაფად, ან ადამიანის სწრაფად, ან ადამიანისთვის, რომელიც მდებარეობს ძლიერ გრავიტაციულ ველში. დრო ნელდება მაღალ სიჩქარეებზე, დრო ნელდება ძლიერი გრავიტაციის ახლოს. შავი ხვრელის მოვლენების ჰორიზონტზე დრო ადგილობრივად გარედან მომკვირვებლისთვის გაჩერდება სრულად. და კიდევ უფრო უცნაურია. ზოგიერთი თეორეტიკოსი, ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ დრო საერთოდ არ არსებობს ფუნდამენტურ დონეზე. ბლოკის სამყაროს ხედვა ამბობს, რომ მთელი დრო, წარსული, აწმყო, მომავალი, არსებობს ერთდროულად, 4განზომილებიან ტოპოლოგიაში. გადინება, რომელიც ჩვენ ვგრძნობთ, არის ილუზია, წარმოქმნილი იმით, თუ როგორ ჩვენი ტვინები მუშაობენ მოგონებებთან და მოლოდინებთან, ნებთან. მაგრამ საკუთარ თავზე რეალობა არის სტატიკური, უკვე დასრულებული, დაფიქსირებული, უცვლელი, 4განზომილებიანი ქანდაკება. თუ ეს მართალია, მაშინ ყოველი მომენტი თქვენი ცხოვრებისა, თითოეული აზრი, თითოეული შეგრძნება, თითოეული გადაწყვეტილება უკვე არსებობს სამუდამოდ როგორც ნაწილი ამ 4განზომილებიანი სტრუქტურისა. თქვენი დავადება არსებობს, თქვენი სიკვდილი არსებობს. ყოველი სიტყვა, რასაც თქვენ ოდესმე წარმოთქმიხართ, არსებობს სამუდამოდ გარკვეულ წერტილში სივრცე დროში. ეს გასაოცარია და დამაბნეველი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, ყოველი რამ, რასაც თქვენ ქმნით, ყოველი სიყვარული, რასაც თქვენ გრძნობთ, არ გაქრება. ის არსებობს მუდმივად, სამუდამოდ, როგორც უცვლელი ნაწილი სივრცე დროის სტრუქტურისა. მაგრამ არავინ იცის, არის თუ არა ეს სწორი. დრო შეიძლება იყოს ილუზია, ან ის შეიძლება იყოს ფუნდამენტური, ან ის შეიძლება იყოს ემერჯენტული თვისება, რომელიც წამოიშვა რაღაც უფრო ღრმადან, რასაც ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. ყველა, რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით, არის ჩვენ ვგრძნობთ დროს. ჩვენ ცხოვრობთ მის შუაგულში. და იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა არის დრო თავისთავად, ჩვენს გამოცდილებაში ის რეალური. მეხუთე და შესაძლოა ყველაზე გამაოგნებელი. ჩვენ არ ვიცით, რატო მათემატიკა მუშაობს.
რატომ ადამიანის გონების მიერ შექმნილი აბსტრაქტული სიმბოლოები და წესები აღწერს ფიზიკურ სამყაროს ასეთი საოცარი სიზუსტით? ფიზიკოსმა ევგენი ვიგნერმა უწოდა ამას მათემატიკის გონივრული არაეფექტური ეფექტურობა ბუნების მეტყველებაში. როდესაც ნიუტონმა ჩამოაყალიბა გრავიტაციის კანონები, მან გამოიყენა მათემატიკა, განტოლებები, ინტეგრალები, ალგებრა. და ეს განტოლებები წინასწარმეტყველებენ, როგორ პლანეტები მოძრაობენ, როგორ მთვარე აფექტებს მოქცევებს, როგორ კომეტები ბრუნავენ. დამდუმარებით. როდესაც მაქსველმა ჩამოაყალიბა ელექტრომაგნეტიზმის კანონები, მან გამოიყენა მათემატიკა. და ის განტოლებები წინასწარმეტყველებენ არა მხოლოდ მაგნიტების ქცევას, არამედ სინათლის არსებობას, რადიო ტალღებს, ელექტრომაგნიტურ რადიაციას ყველა ფორმით. როდესაც აინშტაინმა ჩამოაყალიბა ზოგადი ფარდობითობა, მან გამოიყენა რიმანის გეომეტრია, ტენზორები, განვითარებული დიფერენციალური ტოპოლოგია. და ის მათემატიკა წინასწარმეტყველებს შავ ხრელებს, გრავიტაციულ ტალღებს, დროის დილაციას, მთელი სამყაროს გაფართოებას. და არა მხოლოდ წინასწარმეტყველებს, ეს ყველაფერი აღმოჩენილია შემდგომ ექსპერიმენტებში, ზუსტად ისე, როგორც განტოლებები თქვეს. რატომ? რატომ სიმბოლოები ქაღალდზე, რომლებსაც ადამიანის გონება იცავს, აღწერს რეალობას? ზოგი ამბობს, რადგან სამყარო არის მათემატიკური სტრუქტურა. მაგრამ ეს არ არის ახსნა. რატომ არის სამყარო მათემატიკური? ზოგი ამბობს, რადგან მათემატიკა არის ენა ლოგიკისა და სამყარო მუშაობს ლოგიკურად. მაგრამ რატომ არის სამყარო ლოგიკური? ზოგი ამბობს, რადგან ჩვენ გვქვნით მათემატიკას ისე, რომ ის შეესაბამებოდეს დაკვირვებებს. მაგრამ მაშინ როგორ მათემატიკამ წინასწარ იცის 10 წლეულების ან საუკუნეების წინ ექსპერიმენტებამდე რა აღმოჩნდება? არავის აქვს კარგი პასუხი და ეს თავისთავად არის გასაოცარი. ყველაზე მძლავრი ხელსაწყო, რომელიც ჩვენ გვაქვს სამყაროს გასაგებად, არის აბსტრაქტული სისტემა სიმბოლოებისა, რომელიც არ უნდა მუშაობდეს, მაგრამ იგი აკეთებს და არავინ იცის რატომ. ეს ხუთი დიდი კითხვა. რატომ არსებობს რაიმე? რა არის ცნობიერება? ვართ თუ არა მარტო? რა არის დრო და რატომ მათემატიკა მუშაობს? არ არის მხოლოდ აკადემიური თავსატეხი. ისინი არიან ფანჯრები ცოდნის ზვართან. ისინი გვიჩვენებენ, რომ ყველა რაც ჩვენ გავიგეთ და ჩვენ გავიგეთ გასაოცარი რაოდენობა, არის მხოლოდ მწვერვალი შეუზღუდავი უცნობის აისბერგისა. და აი სადაც მომენტი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. თქვენ ცხოვრობთ მომენტში, როდესაც ადამიანობას პირველად აქვს ხელსაწყოები, რათა ჰკითხოს ამ კითხვებს სერიოზულად. 3000 წლის წინ ადამიანებს ჰქონდათ მითები, ლეგენდები, ფილოსოფიური სპეკულაციები, მაგრამ არა ტელესკოპები, არა მიკროსკოპები, არა პარტიკლის ამაჩქარებლები, არა გრავიტაციული ტალღის დეტექტორები, არა დნმ სეკვენსორები, არა კვანტური კომპიუტერები. და 200 წლის წინ ჩვენ გვქონდა ზოგიერთი ეს ხელსაწყოები, მაგრამ არა ამის გაგება, როგორ გამოიყენოთ ისინი სამყაროს შესასწავლად. ეხლა ამ წამში, 2026 წელს, ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ხელსაწყოები, არამედ თეორიები, მოდელები, მათემატიკური ჩარჩოები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ დავსვათ სწორი კითხვები. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონური გამოსხივება და ვნახოთ დიდი აფეთქების ეკო. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ გრავიტაციულ ტალღებს და მოვისმინოთ შავი ხვრელების შერწყმა. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ გენომები და ვნახოთ თუ როგორ ევოლუცია ჩამოაყალიბა სიცოცხლეს დედამიწაზე. მაგრამ თუ ჩვენ მივახცევთ, თუ ჩვენ გადავრჩებით და გავცელდებით და დავრჩებით ცნობის მოყარეები, მაშინ მომავალი თაობები, რომლებიც შეიძლება ცხოვრობდნენ სხვა პლანეტებზე, სხვა ვარსკვლავების ირგვლივ, სხვა გალაქტიკებში, შეიძლება ვნახოთ კიდევ უფრო ღრმა. მათ შეიძლება აღმოაჩინონ ცნობიერე ბუნებუნება. მათ შეიძლება გაიგონ, რატომ არსებობს რაიმე. მათ შეიძლება გადაწყვიტონ დროის საიდუმლო. მათ შეიძლება გაიგონ, რატომ მათემატიკა მუშაობს. მათ შეიძლება გადახედონ პირველ კონტაქტს სხვა ცნობიერ სახეობებთან. მათ შეიძლება კონდეთ უპასუხო კითხვები, რომლებსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. და თითოეული ამ თაობის, თითოეული მომავალი გენია, თითოეული მომავალი გამომგონებელი და მეცნიერი და მხატვარი და მუსიკოსი, ისინი ყველანი არიან თქვენი შთამომავლები. არა მხოლოდ ბიოლოგიურად, თუმცა შესაძლოა ეს ასევე, არამედ ინტელექტუალურად. ისინი იქნებიან ნაწილი ერთი დაუყოლნებელი ხაზისა, რაც დაიწყება აქ, ახლა, ამ 14 მილიარდ 800 მილიონ წელს დიდი აფეთქებიდან, ამ პატარა პლანეტაზე, სადაც სიცოცხლე პირველად გახდა ცნობიერი. და ეს გვიბრუნებს იქ, სადაც დავიწყეთ, კოსმოსური კალენდრისკენ. წარმოიდგინეთ კვლავ, რომ მთელი ისტორია სამყაროსი შეკუმშულია ერთ წელში. 1 იანვარი დილით 0 საათზე დიდი აფეთქება. შემოდგომაზე პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები. 9 სექტემბერს მზის სისტემა. 25 სექტემბერს პირველი სიცოცხლე დედამიწაზე. 14 დეკემბერს პირველი ცხოველები.
29 დეკემბერს გვიან საღამოს პირველი ადამიანები და 21 დეკემბერს შუაღამის ბოლო 10 წამში მთელი ადამიანის ცივილიზაცია. თქვენი ცხოვრება არის 1 მილიმეტრი ამ კალენდრის ბოლო წამში, მაგრამ ახლა დაამატეთ კიდევ რაღაც. წარმოიდგინეთ, რომ კოსმოსური კალენდარი არ მთავრდება შუაღამეზე 21 დეკემბერს. წარმოიდგინეთ, რომ ის გრძელდება. 1 იანვარი იწყებს ახალ წელს, შემდეგი 14 მილიარდი წელი სამყაროს ისტორიისა. რა მოხდება იმ წელში? სადაც იქნება ადამიანობა? რა აღმოაჩენს? რა შექმნის? სად გავრცელდება? რა გახდება? თუ ჩვენ გავრჩებით, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ცნობის მოხარეობას, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ სურვილს გაგებისთვის, მაშინ ის მომენტი, როდესაც თქვენ ცხოვრობთ, ეს 1 მილიმეტრი ბოლო წამში, პირველი კოსმოსური წლისა, შეიძლება გადახედოს როგორც დასაწყისი, არა დასასრული. დასაწყისი საუკუნოების, 1000 წლეულების, შესაძლოა მილიონობით წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ცნობიერება, ეს უკანასკნელი კოსმოსური უდიდესობა, ვრცელდება, იზრდება, აღმოაჩენს, ქმნის, ცხოვრობს. და თითოეული ნაბიჯი იმ მოგზაურობის დროს, თითოეული აღმოჩენა, თითოეული იდეა, თითოეული ნამუშევარი ხელოვნებისა, თითოეული აქტი სიხვალისა, თითო აქტი სიყვარულისა, თითოეული შვილი, რომელიც დაიბადება, თითოეული სიმღერა, რომელიც შეიქმნება, თითოეული ფილოსოფიური დებატი, რომელიც გაიმართება, ყველა ეს ნაბიჯი იქნება გრძნობის გაგრძელება, რაც დაიწყო აქ და ახლა. თქვენთან, თქვენს ცხოვრებასთან, თქვენს არჩევანთან, ვენს არჩევანთან. ასე რომ დასასრულს. დიახ, თქვენ ცხოვრობთ კოსმოსური კალენდრის უკანასკნელ მილიწამში. მაგრამ ეს მილიწამი არ არის უმნიშვნელო. ეს არის მომენტი, როდესაც სამყარო ღვიძდება. მომენტი, როდესაც ბნელი, ჩუმი კოსმოსი, რომელიც არსებობდა მილიარდობით წლის განმავლობაში, ახერხებს საკუთარი თავის გრძნობას. მომენტი, როდესაც ატომები, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავებში, განთავსდნენ ისე რთულად, რომ მათ შეუძლიათ აზროვნება, გრძნობა, სიყვარული, შემოქმედება, გაგება. თქვენი არსებობა არ არის შემთხვევა. ეს არის მოვლენა 14 მილიარდი წლის კოსმოსური ევოლუციისა. თქვენი აზრები არ არის უმნიშვნელო. ისინი არიან საშუალება, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს. თქვენი არჩევანი არ არის არარელევანტური. ისინი არიან ნაწილი უდიდესი ისტორიისა, რომელიც ოდესმე არსებობდა. ისტორია სამყაროსი, რომელიც გადასულა არაარსებობიდან არსებობაზე, ქაოსიდან წესრიგზე, უგონო მატერიიდან ცნობიერ გონებაზე. და ეს ისტორია არ დასრულდა. ის მხოლოდ იწყებს. შუაღამე 21 დეკემბერს არ არის დასასრული. ეს არის საათი 0:00, 1 იანვარი, შემდეგი კოსმოსური წლისა. და თქვენ, ინდივიდი, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს, ხართ ნაწილი მისი პირველი წამისა. პირველი მილიწამისა. პირველი უსასრულოდ მცირე მომენტისა, როდესაც შემდეგი 14 მილიარდი წელი კოსმოსური ისტორიისა არის სრულიად ღია, სრულიად განუსაზღვრელი, სრულიად დამოკიდებული იმაზე, რასაც თქვენ, მე, ყველა ჩვენგანი ვაკეთებთ ამ მოკლე, ფრაგმენტულ, უსასრულოდ ძვირფას მომენტში. ცხოვრება კარგად, იყავით ცნობის მოყარეები, შეიყვარეთ ღრმად, შექმენით საოცრებები, ძებნეთ ჭეშმარიტება. ამადა იმის უღებს, ის რაც სრულიად რეალურია, სრულიად მნიშვნელოვანია, სრულიად თქვენია, არის აქ, ეხლა, ამ წამში, როდესაც სამყარო ბოლოს და ბოლოს იცნობს საკუთარ თავს თქვენ მეშვეობით. მაგრამ აქ, ზუსტად აქ, სადაც ფიზიკა გვხდება ფილოსოფიას, სადაც კვანტური ველები გვხდება ადამიანურ გამოცდილებას, სადაც 14 მილიარდი წლის კოსმოსური ისტორია ხდება ამ ერთ წამს, აქ იწყება რაღაც, რასაც არც ერთი ლაბორატორია ვერ გაზომავს, არც ერთი ტელესკოპი ვერ დააფიქსირებს, არც ერთი განტოლება ვერ აღწერს სრულად. ეს არის თქვენი სუბიექტური გამოცდილება ამ მომენტის, აწმყოს გრძნობა. ფაქტი, რომ არსებობს რაღაც იმის გრძნობა, რომ იყო თქვენ, ამ უსასრულოდ პატარა წერტილში სივრცე დროში. და ეს მომენტი, თქვენი მომენტი, მართალია მთელი კოსმოსური ისტორიის 1 მილიწამია, მაგრამ ეს არის მილიწამი, რომელშიც ყველაფერი, რაც მნიშვნელობას ატარებს, მართლაც არსებობს. თლაც არსებობს. არსებობს უძველესი ბუდისტური იდეა, რომელსაც ქვია ბოთი, განმანათლებლობა. მომენტი, როდესაც თქვენ უცებ ხედავთ რეალობის ბუნებას, არა ინტელექტუალურად, არა როგორც აბსტრაქტული იდეა, არამედ პირდაპირ, უშუალოდ, თითქოს პირველად ხსნით თვალებს 1000 წლიანი ძილის შემდეგ. და ბუდისტები ამბობენ, რომ ეს გამოცდილება ხდება აწმყოში. არა წარსულში, რადგან წარსული უკვე გაქრა, არა მომავალში, რადგან მომავალი ჯერ არ არის, მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ეს წამი. და ამ წამში, თითოეულ წამში, არსებობს მთელი სამყარო. მეცნიერება ახლა გვეუბნება რაღაც განსაკუთრებულად მსგავს.
კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, რომ აწმყო არ არის ფიქსირებული წერტილი. ეს არის ურთიერთქმედება. როდესაც თქვენი გონება, რომელიც არის ფიზიკური სისტემა, ნეირონები და მოლეკულები, ურთიერთობს სხვა ფიზიკურ სისტემებთან, ეს ურთიერთქმედება ქმნის მომენტს, ქმნის ახლას. და ყოველი ახლა უნიკალურია, დაუმეორებელია, ერთჯერადია. 2000 წლის წინ რომაელი იმპერატორი მარკუს აურელიუსი, რომელიც ასევე იყო სტოიკური ფილოსოფოსი, წერდა თავის პირად დრიუსში. გახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება არის მხოლოდ ეს მომენტი. დანარჩენი ან უკვე ცხოვრობდა, ან გაურკვეველია. ის წერდა ამას 2000 წლის წინ. ეს არის ნახევარი წამის წინ ჩვენს კოსმოსურ კალენდარში, მაგრამ მისი სიტყვები რეზონირებს დღესაც. რადგან ის ეხებოდა რაღაც ფუნდამენტურს, ფაქტს, რომ სიცოცხლე არ არის აბსტრაქცია. ეს არ არის სტატისტიკა, ეს არ არის ისტორიული თარიღების ისტორიული თარიღების თანმიმდევრობა. სიცოცხლე არის სუბიექტური გამოცდილება მომენტების, ათასობით, მილიონობით, მილიარდობით მომენტების, რომლებიც მხოლოდ ერთხელ ხდება და მერე გაქრება სამუდამოდ. ან გაქრება. უფრო ადრე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ზოგიერთი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ დრო შეიძლება იყოს ილუზია, რომ ბლოკის სამყარო, სადაც წარსული, აწყო და მომავალი ყველა არსებობს ერთდროულად 4 განზომილებიან სტრუქტურაში, შეიძლება იყოს მართალი. თუ ეს ასეა, მაშინ ეს მომენტი, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, არ გაივლის. ის არსებობს სამუდამოდ, როგორც უცვლელი ნაწილი სივრცე დროის ქსოვილისა. ყოველი აზრი, რომელიც გიცდიათ, ყოველი შეგრძნება, რომელიც გაქვთ, არის მარადიული ნაწილი კოსმოსური სტრუქტურისა. და ეს იდეა, რომ თქვენი არსებობა შეიძლება იყოს არა წარმავალი, არამედ მარადიული, არის ფილოსოფიურად ღრმა, რადგან ის ნიშნავს, რომ არაფერი არის დაკარგული. ყოველი მომენტი სიყვარულისა, რომელიც თქვენ განიცდით, არსებობს სადღაც სივრცე დროში. ყოველი საოცრება, რომელიც თქვენ გრძნობთ, როდესაც ხედავთ მზის ამოსვას, ან ისმენთ მუსიკას, ან ეხებით ვერაცის ხელს, არსებობს. არა როგორც მოგონება, არა როგორც აღწერა, არამედ როგორც რეალური ფიზიკური მოვლენა 4 განზომილებიან რეალობაში. მაგრამ და აი სადაც სიმართლე გახდება რთული და ზუსტად ამიტომ საინტერესო. არავინ მართლაც იცის, არის თუ არა ეს მართალი. რას არ ვიცით? რას ნამდვილად, ძირითადად, ფუნდამენტურად არ ვიცით, ყველა ამ აღმოჩენის მიუხედავად. პირველი. ჩვენ არ ვიცით, რისგან შედგება სამყაროს 95%. ეს არ არის გადაჭარბება, არც მეტაფორა, ეს არის პირდაპირი ემპირიული ფაქტი. ასტრონომები აკვირდებიან გალაქტიკებს და ხედავენ, რომ ისინი ბრუნავენ ძალიან სწრაფად იმისთვის, რომ იყვნენ შენარჩუნებულები მხოლოდ იმ მატერიით, რომელსაც ჩვენ ხედავთ. რაღაც უხილავი, რაღაც, რაც არ ასხივებს სინათლეს, არ შთანთქავს სინათლეს, არ ურთიერთობს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან საივებასთან საერთოდ, უნდა იყოს იქ. მეცნიერები უწოდებენ ამას ბნელ მატერიას და ის შეადგენს დაახლოებით 23%-ს სამყაროს ენერგია მასისა. მაგრამ კიდევ უფრო დიდი საიდუმლოა ბნელი ენერგია. ეს არის რაღაც, რაც ასწრაფებს სამყაროს გაფართოებას, რაღაც, რაც მოქმედებს როგორც ანტიგრავიტაცია კოსმოსურ მასშტაბებზე. და ის შეადგენს სამყაროს დაახლოებით 60-12%-ს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცნობთ, ატომები, მოლეკულები, ვარსკვლავები, გალაქტიკები, პლანეტები, თქვენი სხეული, არის მხოლოდ 5% სამყაროსი. დანარჩენი 90-15% არავინ იცის რა არის ეს. არავინ იცის რატომ არსებობს, არავინ იცის როგორ მუშაობს. მეორე. ჩვენ არ ვიცით რატომ მოხდა დიდი აფეთქება. არა როგორ, არამედ რატომ. თანამედროვე კოსმოლოგია გვიჩვენებს, რომ სამყარო გაფართოვდა უზარმაზარ სწრაფად პირველ 1000 წამში, პროცესი, რომელსაც ქვია კოსმოსური ინფლაცია. და ეს იყო ამ თემას თავდაპირველი ნაწილი. მომავალი ნაწილის წარმოდგენაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ სამყაროს გაფართოება არ გამოადგა სწორედ ელემენტარულ ფაქტს, რომ შენი სახლი გარეთ არის დაცული. კოსმოსური ინფლაცია. და ეს ინფლაცია ხსნის ბევრ რამეს. რატომ არის სამყარო იმდენად თანაბარი, რატომ არის ის იმდენად ბრტყელი სივრცის გეომეტრიით. მაგრამ ის არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, რა ამოძრავებდა ინფლაციას. რა იყო პირველმოძრავი, რა იყო საწყისი-პაწყისი პირობა. რატომ იყო იქ ენერგიული ველი, რომელმაც ინფლაცია გამოიწვია. ზოგიერთი თეორია ამბობს, რომ დიდი აფეთქება არ იყო პირველი. რომ ჩვენი სამყარო არის ერთი ბუშტი უსასრულო მულტივერსში, სადაც უსასრულო რაოდენობის სამყაროები იბადებიან უწყვეტად, თითოეული განსხვავებული ფიზიკის კანონებით. ზოგი სამყარო სადმე აფეთქდება, სადაც ძლიერი ბირთვული ძალა ძალიან სუსტია და არც ატომი არ ყალიბდება. ზოგ სამყაროში კოსმოლოგიური კონსტანტა იმდენად დიდია, რომ სივრცე ფანტება უსწრაფესად და არაფერი ვერ ყალიბდება. ჩვენი სამყარო, ეს კონკრეტული, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ,
შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი იღბლიანი ლატარია უსასრულო რაოდენობის სამყაროებში, რომლებშიც სიცოცხლე შეუძლებელია. მაგრამ არავინ იცის, არის თუ არა მულტივერსი რეალური. ის შეიძლება იყოს, ან ის შეიძლება იყოს უბრალოდ მათემატიკური არტეფაქტი თეორიებში, რომლებსაც ჩვენ გვაქვს. არავის აქვს რაიმე გზა, რათა დააგვირდეს სხვა სამყაროს. არავის აქვს რაიმე გზა, რათა დაადასტუროს ან უარყოს ეს იდეა ექსპერიმენტულად. ეს არის თეორეტიკული შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება დარჩეს საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ მათემატიკურ გაზეთებში. მესამე, ჩვენ არ ვიცით რა მოუვა სამყაროს საბოლოოდ. თანამედროვე დაკვირვებები გვიჩვენებენ, რომ სამყარო აჩქარებულად ფართოვდება. გალაქტიკები იშორებიან ერთმანეთისგან უფრო სწრაფად და უფრო სწრაფად. თუ ეს გაგრძელდება და არაფერი გვეუბნება, რომ ის გაჩერდება, მაშინ ტრილიონი წლის შემდეგ დაახლოებით 75 კოსმოსური წლის შემდეგ ჩვენს კალენდარში თითოეული გალაქტიკა იქნება ისე დაშორებული ერთმანეთისგან, რომ არც ერთი სხვა გალაქტიკა არ იქნება ხილული. ადამიანობა, ან ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელიც შეიძლება არსებობდეს იქ, ცხოვრობდა ჩაკეტილ კუნძულზე სივრცეში, ვერ ხედავდა არაფერს მიღმა მათი გალაქტიკისა. და შემდეგ 100 ტრილიონი წლის შემდეგ, 1000 ტრილიონი, 9919 კოსმოსური წლის შემდეგ. ყველა ვაშკლავი დაიწვება. ყველა შავი ხვრელი გააორთქლდება. სამყარო იქნება ბნელი, ცივი, ცარიელი. შესაძლოა სამუდამოდ. ან შესაძლოა მოხდება რაღაც სხვა. დიდი ცუდება, დიდი გახევა, დიდი უკვაფეთქა, დიდი უკუაფეთქება, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, არავინ იცის. და არავინ ვერ იცოდა ბილიონობით წლის განმავლობაში, რადგან ფიზიკის კანონები, როგორც ჩვენ ვიცით ისინი, შეიძლება შეიცვალოს. მეოთხე. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სხვა ცნობიერი ცხოვრება სამყაროში. ჩვენ გავაგზავნეთ რადიოსიგნალები, ჩვენ მოვისმინეთ, ჩვენ მოვძებნეთ ეგზოპლანეტები და აღმოაჩინეთ ათასობით. ზოგიერთი მათგანი მდებარეობს სასიცოცხლო ზონაში თავიანთი ვარსკვლავების ირგვლივ, სადაც ტემპერატურა სწორია თხევადი წყლისთვის. ზოგიერთ მათგანს აქვს ატმოსფეროები, ზოგიერთს აქვს ოკეანეები, მაგრამ არავის შეხვედრივად, არავისგან არ მოგვსმენია. ფერმის პარადოქსი კითხულობს: სად არიან ყველანი? თუ სამყარო იმდენად დიდია და ძველია, სად არიან უცხო პლანეტელები? შესაძლოა სიცოცხლე იმდენად იშვიათია, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ 1 მილიარდ გალაქტიკაში. შესაძლოა სიცოცხლე გავრცელებულია, მაგრამ ინტელექტი იშვიათია. შესაძლოა გონიერი ცივილიზაციები განადგურებენ საკუთარ თავს, სანამ კოსმოსურები გახდებიან. ეს არის დიდი ფილტრის იდეა, რომელიც გვთავაზობს, რომ არსებობს რაღაც ბარიერი, რომელსაც ცივილიზაციების უმეტესობა ვერ გადალახავს. შესაძლოა ის არის ბირთვული ომი. შესაძლოა ის არის კლიმატური კოლაფსი. შესაძლოა ის არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გამოდის კონტროლიდან. შესაძლოა ის არის რაღაც, რასაც ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. ან შესაძლოა ისინი არსებობენ, მაგრამ ისინი იმდენად განსხვავებულნი არიან, რომ ჩვენ ვერ ვცნობთ მათ. შესაძლოა ისინი არ იყენებენ რადიოტალღებს. შესაძლოა ისინი არ აგებენ მეგასტრუქტურებს. შესაძლოა ისინი არსებობენ იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, როგორც კვანტური გამოთვლები ბნელი მატერიის ქსელებში, ან როგორც პოსტბიოლოგიური გონება, რომელიც ასიმილირდა ხელოვნურ ინტელექტში. არავინ იცის. და სანამ არ ვიპოვით მათ, ან ისინი ვერ იპოვიან ჩვენ უნდა ცხოვრობდეთ გაურკვევლობაში. მეხუთე. ჩვენ არ ვიცით რა არის ცნობიერების წარმოშობა. ჩვენ ვიცით, რომელი ტვინის რეგიონები არიან აქტიურები, როდესაც თქვენ ფიქრობთ, ან გრძნობთ, ან იხსენებთ. ჩვენ ვიცით, რომელი ნეიროტრანსმიტერები იწვევენ დეპრესიას ან ბედნიერებას, მაგრამ არავინ იცის, როგორ ფიზიკური პროცესები, ნატარიუმისა და კალიუმის იონები, რომლებიც მოძრაობენ მემბრანებზე, აქცევენ რაღაც იმის გრძნობად, რომ გრძნობათ რომ იყო წითლის ნახვა, ან რაღაც იმის გრძნობად რომ იყო სიყვარული. ეს არის მძიმე პრობლემა ცნობიერებისა და ის რჩება სრულიად გაურკვეველად, მიუხედავად 10 წლეულების ნეირომეცნიერების. შესაძლოა ცნობიერება არის ემერჯენტული თვისება რთული ინფორმაციული ქსელებისა. შესაძლოა ის არის ფუნდამენტური ასპექტი სამყაროსი, რომელიც არსებობს ყველგან გარკვეულ ხარისხში, ან ფსიქიზმი. შესაძლოა ის არის კვანტური მოვლენა და ჩვენი ტვინები არიან ბიოლოგიური კვანტური კომპიუტერები. ან შესაძლოა ის არის რაღაც სრულიად განსხვავებული, რაც სცილდება დღევანდელი ფიზიკის. არავინ იცის. და ეს არის საოცრად დამამცირებელი ცოდნის მდგომარეობისთვის. ერთადერთი რამ, რასაც ჩვენ ნამდვილად გვაქვს უშუალო ცდომა, ჩვენი საკუთარი ცნობიერება, არის ასევე ერთადერთი რამ, რისთვისაც ჩვენ არ გვაქვს მეცნიერული ახსნა. ეს 5 კითხვა. რა არის ბნელი მატერია და ენერგია? რატომ მოხდა დიდი აფეთქება? რა მოუვა სამყაროს? ვართ თუ არა მარტო და რა არის ცნობიერება? არის მხოლოდ დასაწყისი. არსებობს ათასობით სხვა კითხვა. რა არის დრო სინამდვილეში? რატომ მათემატიკა აღწერს რეალობას?
რა არის არაფერი? შეიძლება თუ არა ინფორმაციის განადგურება? რა ხდება შავი ხვრელის შუაგულში? არსებობს თუ არა მაქსიმალური ტემპერატურა? არსებობს თუ არა ყველაზე მცირე შესაძლო მანძილი? რა განსაზღვრავს ფიზიკის კონსტანტებს? და ყველა ეს კითხვა გვიჩვენებს, რომ ყველა რაც ჩვენ გავიგეთ და ჩვენ გავიგეთ საოცარი რაოდენობა, არის მხოლოდ პატარა კუნძული ცოდნის უსასრულო ოკეანეში უცნობობისა. მაგრამ აქ არის რაღაც ფილოსოფიურად ღრმა. შესაძლოა ზუსტად ამიტომ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, ამ მომენტს, როდესაც თქვენ ცხოვრობთ, აქვს იმდენად უზარმაზარი მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიცოდით ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ არ იყო კითხვები, არ იყო საიდუმლოები, არ იყო გაუგებარი. რა იქნებოდა აზრი მაშინ? რა აზრი ექნებოდა აღმოჩენას თუ არაფერი დასააღმოჩენია? რა აზრი ექნებოდა ექნებოდა ცნობის მოყარეობას თუ ყველაფერი უკვე ცნობილია? რა აზრი ექნებოდა ფანტაზიას, შემოქმედებას, სიზმრებს? ფაქტი, რომ ჩვენ არ ვიცით, არ არის უარყოფითი. ეს არის ის, რაც სიცოცხლეს აქცევს ღირსად. ის, რაც ყოველ დილას აძლევს პოტენციალს, ის, რაც აქცევს ყოველ ახალ აღმოჩენას თავგადასავლად. ჩვენ ვართ 14 მილიარდ 800 მილიონი წლის პირველი თაობა, რომლებსაც ქონიათ ხელსაწყოები, რათა სერიოზულად კითხონ ეს კითხვები. და ჩვენ შეიძლება ვიყოთ ბოლო თაობა. თუ ჩვენ აგადავჩით, თუ ჩვენ აშედავთ, ჩვენ აშევინარჩუნებთ ცნობის მოყარეობას, რომელსაც ოდესმე ექნება ეს შანსი. და ეს გვაბრუნებს იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. გახსოვთ თუ როგორ დავიწყეთ? კოსმოსური კალენდარი. მთელი სამყაროს ისტორია შეკუმშული ერთ წელში. 1 იანვარი დილით 9 საათზე დიდი აფეთქება. შემოდგომა, პირველი ვარსკვლავები და პირველი გალაქტიკები. 9 სექტემბერს მზის სისტემის დაბადება. 25 სექტემბერს პირველი სიცოცხლე. 14 დეკემბერს პირველი ცხოველები. 29 დეკემბერს გვიან საღამოს პირველი ადამიანები. და 21 დეკემბერს შუაღამის ბოლო 10 წამში მთელი ადამიანური ცივილიზაცია, ყოველი იმპერია, ყოველი რევოლუცია, ყოველი ციგნი, ყოველი სიმფონია, ყოველი კიმფონია, ყოველი კათედრალი, ყოველი გამოგონება, ყოველი სიყვარული. და თქვენ, პიროვნება, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს, ცხოვრობთ ბოლო წამის ბოლო მილიწამში. თქვენი მთელი ცხოვრება, დაბადებიდან სიკვდილამდე, თუ თქვენ ცხოვრობთ 120 წელს, არის ნაკლები ვიდრე 1 მილიმეტრი ამ კალენდარზე. უსასრულოდ მცირე, დაუჯერებლად მოკლე. თითქმის არაფერი. მაგრამ ეს 1 მილიმეტრი შეიცავს ყველაფერს, რასაც თქვენთვის მნიშვნელობა აქვს. ყოველ იდუმალ დილას, როდესაც თქვენ იღვიძებთ და ხედავთ მზის შუქს ფანჯრიდან, ყოველ საღამოს, როდესაც თქვენ სიტყვებს ამატებთ ვირაცასთან, ვისაც აქვს მნიშვნელობა თქვენთვის, ყოველ მომენტს, როდესაც თქვენ ისმენთ მუსიკას და გრძნობთ რაღაცას, რასაც თქვენ ვერ აღწით თვებში. ყოველ ღამეს, როდესაც თქვენ უცქერით ვარსკვლავებს და ფიქრობთ თქვენს ადგილზე ამ უზარმაზარ შემაშინებელ ულამაზეს სამყაროში. ეს 1 მილიმეტრი არის მომენტი, როდესაც სამყარო 14 მილიარდი 800 მილიონი წლის შემდეგ ახერხებს საკუთარი თავის შესახებ ცოდნას თქვენ მეშვეობით. არა როგორც აბსტრაქტული იდეა, არა როგორც თეორია, არამედ როგორც ცოცხალი, ქცევით სუბიექტური გამოცდილება. თქვენ გრძნობთ სიხარულს და ტკივილს და საოცრებას და შიშს და სიყვარულს და მწუხარებას, რადგან ატომები, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავებში, განთავსდნენ ის ერთულად, იმდენად დაუჯერებლად, შეუძლებლად რთულად, რომ მათ შეუძლიათ გრძნობა. და ამ მილიწამში თქვენ ასევე აკეთებთ არჩევანს. არჩევანს იმის შესახებ, როგორ გამოიყენოთ ეს დრო. არჩევანს იმის შესახებ, რა შექმნათ. არჩევანს იმის შესახებ, რა აღმოაჩინოთ. არჩევანს იმის შესახებ, რაზე ვიზრუნოთ. და ეს არჩევანები, თქვენი არჩევანები, არის ნაწილი მიმდინარე ისტორიისა, სამყაროს თვითშემეცნების. თქვენ არ ხართ პასიური მაყურებელი, თქვენ ხართ აქტიური მონაწილე. და შესაძლოა ზუსტად აქ, ამ რეალობაში იმალება უდიდესი საიდუმლო. არა ფიზიკის საიდუმლო, არა კოსმოლოგიის საიდუმლო, არამედ ეგზისტენციალური საიდუმლო. საიდუმლო იმის შესახებ, რა ნიშნავს იყო ვინმე ამ უზარმაზარ, გაუგებარ, დაუჯერებლად ულამაზეს სამყაროში. შესაძლოა პასუხი არ არის იმაში, რომ ვიყოთ მარადიულები. შესაძლოა პასუხი არ არის იმაში, რომ ვიცოდეთ ყველაფერი. შესაძლოა პასუხი არ არის იმაში, რომ ვიყოთ მნიშვნელოვნები კოსმოსურ მასშტაბებზე. შესაძლოა პასუხი არის იმაში, რომ ვიყოთ აქ, ახლა, სრულიად, თლიანად, გულწრფელად, ცნობიერად. რომ ვიცხოვროთ არა როგორც უსასრულო მომავლის პროექცია, არა როგორც გაქრებული წარსულის ფანტომი, არამედ როგორც ეს მომენტი. ეს ერთადერთი უნიკალური დაუმეორები მომენტი, როებელი მომენტი, რომელშიც ყველაფერი რეალური მართლაც ხდება. და როდესაც ამ მომენტს განვიხილავთ იმ ფორმით, როგორც თქვენ კითხულობთ ბოლო წინადადებებს ამ ტექსტისა
და მზადებით რომ გააგრძელოთ თქვენი დღე, თქვენი ცხოვრება, თქვენი დაუჯერებლად მოკლე და დაუჯერებლად ძვირფასი მოგზაურობა ამ პატარა ლურჯ პლანეტაზე დაიმახსოვრეთ ეს. თქვენ არ ხართ დაშორებული მაყურებელი კოსმოსური დრამისა. თქვენ არ ხართ უმნიშვნელო შემთხვევა უზარმაზარ გონებრივი უგულებელყოფის წინაშობის წინაშე. თქვენ ხართ სამყარო, ნაწილი მისი, გამოხატულება მისი, თვითცნობიერება მისი. თქვენ ხართ იგივე ატომები, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავების ბირთვებში, ახლა განთავსებული ისეთი რთულობით, რომ მათ შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი წარმოშობა. და შესაძლოა ზუსტად იმიტომ, რომ ეს მომენტი, თქვენი მომენტი, არის იმდენად მოკლე, იმდენად წარმავალი, იმდენად დაუჯერებლად კონკრეტული და პირადი და განუმეორებელი, ის არის იმდენად ძვირფასი. არა მიუხედავად იმისა, რომ ის გაივლის, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ის გაივლის.